სოკარი და სელფი არიან ჩვენ მხარდამჭერები ჯაფარას პოდკასტის. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, ეს ძალიან დაეხმარება და დღეს ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ლომიძე და მერო არევაძე. ვინ არიან ეს ადამიანები? ეს ადამიანები არიან გიორგი ჩემი ბავშვობის მეგობარია, სტუდენტობა, ანუ ფაქტობრივად ბავშვობა არის, ხა რა ვიცი. სტუდენტობის დასაწყისიდან. ანუ მეროს ვიცნობ გიორგისგან და ესენი არიან ადამიანები, ვინც ერთ დროს გადაწყვიტეს საქართველოდან წასულიყვნენ ემიგრაციაში, ამერიკაში, იქ იშოვეს სამსახურები, იქ მოიკიდეს ფეხი და დღეს ვილაპარაკებთ აი ამ გავლილ გზაზე, გამოცდილებაზე, იქ როგორ ხდება, რა ხდება და ასე შემდეგ რა. როგორ თქვენ ჩამოხვედით ისეთი ფილადელფიაში ცხოვრობთ და ნიუ-იორკშიც შენც გიწევს ხო? კი. ასე რომ სიცხე არ გაიკვირდებოდათ ახლა აქაური. იქაც ძალიან ცხელა. იქაც ზუსტად ეს ტემპერატურა არ შეიძლება უფრო მეტიც და გაუსაძლისი ტენიანობა აქაურობასთან განსხვავებით. შენ არ ვიყავი ნამყოფი 4 წელი? ხო, მე არ ვიყავი ნამყოფი 4 წელი, ერთი კვირის უფრო 8 დღის წინ ჩამოვედი. შენ? მე შარშან ჩამოვედი პირველად 3 წელი არ ვიყავი და ეხლა უკვე მეორე თუ არ. რამე არის შეცვლილი? უფრო მეტი კორპუსია. ხო, უფრო მეტი კორპუსია რა, და უფრო მეტი ქაოსია ალბათ კიდე რა, რაღაცნაირად. ამიტომ გამომდინარე რომ აგვისტოში ვარ ჩამოსულები, უფრო მეტი ადამიანი ალბათ გასული და უფრო ნაკლები მანქანა. მაგრამ იმასთან მიმართებაში ჩვენ გვახსოვს თქვათ 4-5 წლის წინ მდგომარეობა, ჩემი აზრით ცოტა უფრო მეტად კიდევ მივახციეთ არაორგანიზებულობას, ვიდრე მანამდე იყო. ახალი საფეხურზე ვარ. კიდევ უფრო ხო, კიდევ ცოტა არაორგანიზებული ვართ ქალაქში. დავიწყოთ იმით რომ გადაგაწყვეტინათ წასვლა, რომ აი ეს მომენტი გავიხსენოთ. როცა თქვით რომ ესო უნდა წავიდე. ჩვენ ერთად გადავწყვეტეთ, ერთად წავედით. აი კოვიდის პერიოდი რო სრულდებოდა, აი მაგ პერიოდში მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება. მანამდე ხა როგორც ყველას მოგვიწია დაახლოებით 2 წელი სახლში ყოფნა და რაღაც დისტანციურად მუშაობდით და რაღაც ის ჩაკეტილები ვიყავით და რაღაცნაირად ვიყავით შეჩვეულები უფრო აქტიურ ცხოვრებას. და ამ კოვიდმა ვფიქრობ რომ რაღაც გავლენა მოახდინა, რომ ესე ვეღარ ვცდილობდით რაღაც აქტიური ცხოვრებას და მანამდე ვიზები გქონდა მეც და გიოსაც და დავიწყეთ ფიქრი რომ ამერიკაში ხوار წავიდეთ რა, რაღაც ახალი გამოწვევების წინაშე დავდგეთ, უფრო რაღაც აქტიური ცხოვრება, მეტი ჩელენჯი, ესე რომ იტყვიან და ერთ-ერთი ალბათ პირველები ვიყავით, ვინც აი კოვიდის დროს პირველი ფრენები რო გაიხსნა და საშუალება იყო რომ წავსულიყავით ამერიკაში, ავიღეთ ბილეთი და წავედით. ხო, ალბათ უფრო იმან რომ იმ პერიოდმა როცა ყველა და ალბათ მთელი სამყარო ასეთთვის ჩაკეტილი იყო და სიმშვიდე სიწყნარეს უფეოდა ხელახალი რევოლუციის დაწყებამდე, ესე ვთქვათ, მაგანაც გადაგვაწყვეტინა რომ რამე ახალი გამოცდილება მიგვეღო, ყოველთვის მინდოდა ხა მე პირადად ამერიკული ცხოვრების გამოცდა, იმიტომ რომ მანამდე რაღაცა პერიოდი ორივე ასე თუ ისე ემიგრაციაში ვიყავით, მაგრამ უფრო ევროპის მხარეს. და ანუ ამ გამოცდილების შემდეგაც გვინდოდა რომ გვენახა რა ხდებოდა უკვე სხვა კონტინენტზე და როგორი ცხოვრება იყო ამერიკაში და იმ ფაქტმა კიდევ უფრო გვიბიძგა კოვიდის შემდგომა პერიოდმა, როგორ ამოიქოქებოდა ესე ვთქვათ დედამიწა, ეკონომიკა, ხალხი. ხო, სამსახურები აქაც ჰქონდათ და იქ ძიმე სამსახურზე წახვედით, ასე ვთქვათ. შენც დელივერიზე მუშაობა დაიწყე? ხო, თავიდან ვიტანის სერვისი, ხო, როგორც დიდი ნაწილი. ხო, ის გზა რაც ყველა უნდა გაიაროს რა, დელივერით, ვიტანის სერვისით იწყებ. ანუ რო ჩადიხარ სულ ალბათ სულ რამოდენიმე თიზე ჩამოსაცველი რაღაცა არსებობს, რაზეც შეგიძლია ადამიანი დასაქმდა იქ, როდესაც ჯერ არ გაქვს გამოცდილება, არ იცნობ ვიზა არ გაქვს, სამუშაო უფლება არ გაქვს ოფიციალურად და არ იცნობ იქაურ სიტუაციას, არ გაქვს კავშირები და ყველაფერს ათვისება, ესე ვთქვათ და ადაპტაცია გიწევს იმავე პროცესში, რა პროცესშიც უნდა თქვათ თანხა გამოიმუშაო, რადგან იმის გარეშე იქ ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელი, ანუ ყოველ დღე გჭირდება გქონდეს რამე შემოსავლის წყარო, ნებისმიერი. და ნუ ჩასვლის შემდეგ
ხედავ რომ არც იმდენი სამუშაო და საშუალება არაა ესე რომ შეიძლება ჩანდეს სხვა ქვეყნებიდან ან შეიძლება საქართველოდანაც უფრო მეტად სხვა სიტუაცია იგონოთ რომ ჩადიხარ რეალობა უფრო მეტად სხვანაირია რადგან პირველ რიგში საბუთობრივად დალაგებული არ ხარ რა და აქედან გამომდინარე სერიოზულად არავინ და არსად არ აღიქვამს რადგან შენ არ აქვს სამუშაო უფლება ოფიციალურად ვერ მუშაობ და გამომდინარე აქედან ერთ-ერთი იმ მცირე სფეროებიდან შეგვიძლია რომ იმუშაო მიტანის სერვისზე და ან ალბათ მანდაც რაღაცა გარკვევა და ცოდნა გჭირდება სანამ მანდაც აეწყობი მაგრამ ნუ თუ მოინდომებ თავიდანვე პირველი 2-3 კვირიდანაც შეგვიძლია რომ რაღაცა უფრო აქტიურდე და მინიმალური შემოსავალი გქონდეს რაც ძალიან მნიშვნელოვანია მე შევ ფეხზე დადგე უკვე ნენელა ანუ არ რა თქმა უნდა არ უნდა გქონდეს იმის ამბიცია რომ თუ ვიღაცა არ გხვდება ისეთი established ანუ ადამიანი ვის დიდი ხანია უკვე იქ და აწყობილია ყველაფერი და შენ უბრალოდ რაღაცაში დაგასაქმებს ან ჩაგაბარებს ან უბრალოდ გასწავლის და მალევე აითვისებ მაგის გარეშე ყველაფრით კმაყოფილი უნდა იყო რაც პირველ ნაბიჯებში დაგეხმარება რომ მოძლიერდე ესე ვთქვათ რა. დელივერიზე რამდენი საათი მუშაობდით დღეში? თავიდან რო დავიწყეთ ერთად დადიოდით თავიდან ხო ერთი მანქანა ხო და ნუ ისე გამოვიდა რომ ერთი მანქანა ვიყიდეთ ეგ ჩვენ დანაზოგი რაც ქონდა მაგის საშუალება იყო რომ ერთი მანქანა გვეყიდა და დავიწყეთ ერთი მანქანით და ორივენი დავდიოდით რა დელივერზე ანუ იქ არის დელივერის აპლიკაციებია და ერთი აპლიკაცია ქონდა და ორი ადამიანი ერთი აპლიკაციით მუშაობდით ხო ანუ ეგ თავიდან რთული იყო და დაახლოებით ალბათ 10 საათი მინიმუმ გვიწევდა დღეში მუშაობა იმიტომ რომ ანუ ერთი ადამიანის საქმეს აკეთებდა ორი და შესაბამისად ნაკლებსაც გამომიმუშავებდით და მაგითო ბევრი საათი ეს არ გიჩვენოთ ჯერ ერთი და მე მეორე ესეც ხოშებიან ხომ ანუ ეგ თუ ჯერ სადამ აითვისებ ანუ დროც ის არის ანუ სამუშაო ის აქვს მაგალითად დილიდან რო დაიწყებ ანუ საღამოს 9-მდე არის თქვათ და მე აღარ არის ანუ რამე არ ჭამს ხო ხალხი და ხო გააჩნია სად მუშაობ შესაბამისად ხო საქართველოსავით არ არის ღამის 3-4-მდე ვარ გამოძახებები დიდ ქალაქებში იქნება ალბათ მაგრამ ჩვენ სადაც ცხოვრობთ თავიდან სადაც ჩავედით იქ ცხოვრობთ ეხლაც პატარა ქალაქია და იქ ანუ 9 საათზე უკვე ყველა სახშია და მეორე დღისთვის ემზადება იძინებს და მაგიტო ეხლა ღამე არ ჭამს რა. გაცილებით ადრე იკეტება ობიექტებიც, კვებისაც და ალბათ უმრავლეს სუპერმარკეტებისაც ძალიან ცოტა რაღაცა იქ სადაც ჩვენ ვართ, რაც ვთქვათ 24 საათი მუშაობს, ან ძალიან გვიან მუშაობს და ანუ ერთ-ერთი ბენეფიტი კიდე რაც იყო კარგი იმის, რომ ერთად დავიწყეთ მუშაობა ერთი მანქანით. რომ ესე ვთქვათ ორივე ერთდროულად ვსწავლობდით სპეციფიკას. უფრო მალე ითვისებ ანუ ვიზუალურად და იცი სად უნდა მიხვიდე, რა უბანში, ქუჩები, გზები, მოძრაობის წესები, ანუ და პლუს ახალი რო ხარ, მაინც ახალ სამყაროში ბევრად უფრო გამბედავი ხარ, გვერდით რომ მეგობარი ყავს, რომ ანუ უფრო რაღაცა იმედი გაქვს, რომ შეცდომას ის შეგისწორებს ან პირიქით შენ და უფრო მხარს დაუჭერ და ანუ ეს პირველი პერიოდი მაგისა რაღაცა ესე ვთქვათ კარგი დადებითიც იყო. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ ორი გქონოდა და ორი შემოსავლის წყარო გქონდა, მაგრამ ძალიან დადებითი აქვს ეგ რომ ერთად ხარ და რაღაც პატარა იმების არ გეშინია უფრო რა ეხა ახალ სამყაროში მაინც. ის თავიდან არ გქონდათ ის რომ რა მინდოდა სათმოდიოდი? ბევრი. ხო, არა, თავიდან ანუ ეს ყველაფერი უცხოა რა, მთლიანად გარემოც, სისტემაც, ხალხიც, რაც უცხო ადამიანისთვის ცოტა ის არის, ხო, ანუ შიშის მომგვრელი არის, სანამ გაერკვევი რასთან გაქვს საქმე და მაგ დროს ხო, ბევრჯერ ფიქრობ, რომ აუ რა მინდოდა ეხა ამ სირთულეებში რატო გავყავი თავი და მაგრამ მე რაღაც კუთხით მუღამსაც უჭერ რა, რომ ხო, ეს გამომივიდა, ეხა მოდი შემდეგ რაღაცას მივაწვე ისიც გამოვიდეს და ეგ მე იმაშება რა, უფრო მეტ мотиваციას გაძლევს. მე ვფიქრობ, რომ ეგ ანუ რა მინდოდა და სად მოვდიოდი, ეგ ანუ არ მთავრდება არც ერთ ეტაპზე, ანუ ახალი ჩასული ხარ 2 თვის თუ 3 წლის თუ 4 წლის თუ 5 წლის, ყოველთვის არის ისეთი რაღაცა შემთხვევა, ისეთი წინაღობა, ისეთი სირთულე ან მოულოდნელი შენი გეგმებიდან ესე ვთქვათ გადახვევა, რომ ყოველთვის შეიძლება იფიქრო ეგ რა, რომ აუ ეს რა მოხდა, ესე უცბად და აუ აქ რა მინდოდა, ეს თავის ტკივილი რატო ავიტეხე რაღაცა, მაგრამ როგორც მე რომ თქვა, ისიც არის, მე კმაყოფილება იმისა თუ რაღაცას რომ მიაღწევ გააკეთებ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან უცბად გავიწყდება ეს პატარა სირთულე და წინაღობა და შემდეგ კიდევ უფრო მეტისთვის ხარ მზად. პირველი რა გახსენდებათ ეგეთი მომენტი, რა მოხდა?
აი რაღაცა იმაზე ტორნადო და დაგესხათ თავშუა იმის დროს რაღაცა ისტორიები გქონდა ჩვენთვის მოყოლებული. თან კურიოზულია და თან ესეთი უფრო საშიშიც ესე ვთქვათ და იქ აი ამერიკაში ეს ბუნებრივი სტიქიები ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან მომზადებულები ხდებიან სხვათა შორის. და აი ყოველთვის წინასწარ მოგდის შეტყობინება აი გაფრთხილების სახით, სადაც გეუბნებიან რომ მაგალითად ტორნადო არის მოსალოდნელი 1 საათში ან 2 საათში ზუსტად გეუბნება თან ადგილმდებარეობას, რამდენი ხანი გაგრძელდება და ასე შემდეგ და თავიდან რომ ჩავედით ეს შეტყობინებები საკმაოდ ხშირად მოდიოდა. ანუ კვირაში შეიძლება 2-ჯერ 3-ჯერ და ზოგჯერ ანუ არ ემთხვევა, იმიტომ რომ ეს ტორნადო შეიძლება არ გაჩნდეს რა, ანუ რისკი არსებობს, მაგრამ ანუ 100% მაგის გამოცნობა არ ხდება. შეიძლება ჩვეულებრივი წვიმა იყოს უბრალოდ რა, მაგრამ ეს SMS-ი მაინც მოგდის და გონია რომ აუ ეხლა მივეჩვია უკვე ამას რა, ეხლა ესეთ წვიმაში იმაში დამყოფი ვარ ქუთაისში ან ბათუმში ან სადღაც ხდები და საფრთხე არ ვერ აღიქვამ საერთოდ. ხო და ანუ დიდად საფრთხეთ ვეღარ აღვიქვით რა, რომ ვლაპარაკობთ, აუ ესენიო ძალიან ისეთი პანიკიური ხალხია და რაღაც ეგრე მიუდექით და მე ერთ დღეს რა ეს ერთად მუშაობდით და მაგარი წვიმა დაიწყო ძალიან და შეკვეთა ჰქონდა და მივდივარ და ქალაქში უფრო რაღაც მეტი მოძრაობა, სახანძროები დაარბიან ხალხის რაღაც და ეს მესიჯიც მოვიდა რომ ტორნადოა მოსალოდნელი. მაგრამ ნუ წინა გამოსვლებიდან გამომდინარე არ ჩავთვალეთ რომ ეს რაღაც სერიოზულია და მაინც გავაგრძელეთ ჩვენ შეკვეთის მიტანა და რომ მივდივართ გზაზე უკვე ვატყობთ რომ ანუ ხის რაღაც დიდი ტოტია მოტეხილი და ამ დროს მე მანქანაზე ვიჭექი გავაჩერ გიორგი გადავა ამ ტოტს გადაათრევს და მაინც მივდივარ რა ბოლომდე ბოლოს ანუ ხე მოტყდა რა და ვეღარ მივედით ხა ამ იმასთან კლიენტთან და გიორგი რა მიქონდათ საჭმელი მიქონდა ჩვენ და გიორგი კარგიო ფეხით წავალთ რა ახლოს ვარო რა და გადავიდა მანქანით და ფეხით წაიღო მიუტანა და ის რომ დაბრუნდა გაოცებული იყო რა ანუ ესე როგორ მომიტანეთ ამ ამინჩიო რა ტორნადო იყო და აქ რაღაც საშინელება ხდებოდა ნუ მაინც ვერ აღვიქვით რა და მე რომ მოვბრუნდით პარალელურ გზით წამოვედით და იქ იმ სადღაც 2 წუთში რა იქ აი 2 წუთში ან იმ გზაზე Toyota-ს ის იყო ავტოსალონი რა სადაც ძალიან ბევრი მანქანები იდგა და რო შევხედეთ ან მანქანები და ეს შენობა აღარ არის რა. საერთოდ აღარ იყო ყველაფერი ვაფშე. და ზოგი მანქანა ხეზია შემორჩენილი, ხეები გასხვეპილი და თურმე ანუ ტორნადომ რა 2 წუთით ადრე სანამ ჩვენ მივიდა და გადაუარა მთლიანად ამ იმას რა, ამ კონკრეტულ ადგილს რა. და მე კი მივხვდით რომ თურმე ეს მესიჯი არ არის ის რომ ყურადღება არ მიაქციო და ეხლა რომ მოდის ხოლმე ეგრევე სახში გავდივარ. ხო რომ ძალიან მსხვერპლად უნდა იყო არიცი რა მომენტში სად რა ხო ის აგეჩიტება მით უმეტეს ხო ძლიერი წვიმის დროს და მართლა ზუსტად 2 წუთის იმაზე ვიყავით გზაზე და ანუ ამ დროსაც არ აქვს მნიშვნელობა ტერიტორიულად იმდენად ახლოს ვიყავით იმ სადილეროსთან რომ ნებისმიერ წუთას შეიძლება რომ იქით გამოევლო ამ იმას ტორნადოს ამ ტალღას ან რაღაცას და ანუ საფრთხე ვერ აღვიქვით ანუ რამოდენიმე მილიონის ზარალი მოხდა ალბათ 4-5 წუთია მონაკვეთში გვერდით არის ძალიან დიდი იტალიური რესტორანი სადილეროს გვერდით და რამოდენიმე დღის შემდეგ ის რესტორანი გადაურჩა აი სასწაულებრივად და იქ ვიცნობდით იმას ფლობელებს და იმას ვკითხეთ მე და თვითონაც არეჯერაც როგორ აუარა გვერდი ესე ახლოს დგომა რესტორანს და საერთოდ არაფერი არ იყო დაზიანებული მაგრამ რო გვიყვებოდნენ რომ აი რაღაცა 5 წუთამდე მონაკვეთში ვერც მოვიდნენ აზრზე ისე მოხდა ყველაფერმა ჩაიარა და ეს ყველაფერი დარჩა განადგურებული რომ მე რამოდენიმე დღის მერე უფრო აღვიქვით თურმე რა შეიძლება მოგიტანოს ელემენტარულმა ასე ვთქვათ გულუბრყვილობამ რომ არ გიჯერა რაღაც არ გინახავს შენ არ ყოფილხარ მისი თქო მოწმე და მონაწილე ტორნადო ან კი გინახავს და წარმოგიდგენია რაღაც კუთხით მაგრამ ხა ესე უშუალოდ და იგივეა წყალდიდობის ქვეშ ხარ ან ვერ აღიქო რა როცა შეიძლება ძალიან დიდი ხო წყალდიდობაში თქო მოყვები გახვიდე მანქანით შეიძლება ნახევარი მანქანა დაიფარო საერთოდ ანუ ვეღარ წინ წახვალ წახვალ და ანუ ამ ხო ანუ მაგ ტიპის სამუშაოსთვის დიდი ყურადღებაა საჭირო და მობილიზებაც რომ იცოდე ზუსტად რა ვიცი რა გელოდება წინ რა ანუ ესე ვთქვათ მობილიზებული იყო სულ მით უმეტეს თუ ეს emergency SMS-ი მიიღე მაგ დროს ხო ძალიან მომზადებულები ხდებიან სხვათა შორის ამ წინასწარ ბევრჯერ იყო ხოლმე სირთულეები ესეთი უფრო კომედიური მისამართზე ვერ მიდიხარ ან რომ ვერ მიაგნებ და ხო ეგეც კლიენტიც რო გეძებს და შენც რო ეძებ და რაღაცა ნახევარი საათი რო იკარგები რაღაცა მაშინ
დასახლებული. რატო არის ძნელი, ანუ Google Maps-ი და არა, იდეალურად მუშაობს, მაგრამ ხანდახან ეხლა ზოგს არ აქვს ისე სწორად მის სამართი მითითებული და მე გიწევს ხო მიგნება. ძალიან ბევრი ასაკოვანი ხალხიც იმაშოვა ვთქვათ, იყენებს ამ აპლიკაციებს, რომლებმაც ბოლომდე ზუსტად შეიძლება არ იცოდეს იმის ხმარება, ან მონიშნა, ან GPS-ის იგან რაღაც და მე უბრალოდ დასახლებული პუნქტის სახელია უბრალოდ მითითებული და მე შენ უნდა ეძებოდა ნახო რომელი ბინაა, რომელი ეზოა, რომელი სართულია და არის კიდე ყველაზე რთული რაც შევხვდა ერთ-ერთი უდიდესი საერთო საცხოვრებელი მოხუცებულებთა ასე თავშესაფარიც არ არის, უფრო საცხოვრებელია რა, ანუ retirement-ის შემდეგ რო ცხოვრობენ უკვე ძალიან ბევრი წლები და ანუ ეს არის თითქოს აი რაღაც პატარა ქალაქივითაა რა, ანუ იმხელა. და თავიდან გვეზიზღებოდა ხოლმე მან რომ რაღაცა ის იყო მისატანი შეკვეთა იმდენად დიდია და ისე ცუდად უთითებდნენ მისამართს რომ ალბათ ერთ შესვლაზე 9 საათს კარგავდი, ანუ 40 წუთს და ხან ნახულობდი იმ ადამიანს, ხან ვერ ნახულობდი იმ ადამიანს და იყო მე ესა გარკვევა და ერთი ამბავი და მაგ მიტანის სერვისზე ყველაზე მთავარი არის თან შენი დრო. ანუ რაც უფრო მეტი დრო გეხარჯება, მით რა თქმა უნდა ნაკლებს გამოიმუშავებ, ნაკლები დრო გრჩება და შემდეგ ეს სტრესული სიტუაციები და ეს გაურკვევლობები. ეხლა შენს გაქვს ხო ლეგალური სამსახური, ეს მუშაობის უფლება მოიპოვეთ და მაგრამ ამ დელივერის გარდა კიდე რამე გქონდათ? ანუ ის დელივერია, ოღონდ ანუ ადგილობრივ პიცერიაში მუშაობდით, ეგეც მიტანის სერვისი გამოდიოდა. არა ის იყო უფრო ანუ ეს აპლიკაცია არის ხო თვითონ კერძო ტიპთან ქონდა ურთიერთობა და ჩვენს უბანში არის ესეთი უბნისთვის ცნობილი იტალიური რესტორანია რომელიც 25 წელია ოპერირებს და ესე უბრალოდ ერთხელ გავიცანეთ ეს მფლობელი ორი ძმები არიან სამხრეთ ამერიკიდან ხო გვატემალები და შემდეგ დაუახლოვდით თვითონაც რაღაცა კომუნიკაცია შემოვიდნენ მიხვდნენ რომ ესე ვთქვათ სანდო ადამიანები ვიყავით და დამეგობრება დავიწყეთ და უბრალოდ შემოგთავაზეს იმათ რომ მიხვდნენ რომ აი ამ მიტანის სერვისზე მუშაობთ უკვე ადგილობრივი ლოკალური კუჩები ვიცოდით, ქალაქი ვიცოდით, ესე ვთქვათ, შემოგთავაზეს რომ დაგვეხმარეთო რა, ჩვენი პროდუქციაც მიტანით იმასთან ერთად და ესე გვირეკავდნენ ასე SMS გვიგზავნიდნენ და ჩვენს ვეხმარებოდით რომ ეს სპეცები დაგვერიგებინა განსაკუთრებულად ბეისბოლის და ამერიკული ფეხბურთის მატჩების დღეებში, როცა იმ ხელა მოთხოვნა რომ ვერ აუდის პატარა რესტორანიც კი ვერ აუდის რომ მიაწოდოს და დააკმაყოფილოს და მაგდროს უფრო ეხმარებოდით ხოლმე და ჩვენთვის კარგი ის იყო რომ უფრო ნაღდ ფულზე გვიხდიდნენ და ძალიან მარტივი იყო ეგეთ ტრანზაქცია რომ სამუშაო ბოლო დღის ბოლოს უკვე ნაღდი ფული გაქვს ჯიბეში ეს იყო ძალიან კარგი და მანდაც საკმაოდ ალბათ ერთ წლამდე მუშაობთ მაგათანაც და ძალიან ისეთი მადლიერები ვართ რომ დაგვეხმარენ. სულ რამდენი წელი დაგჭირათ მასე ყოფნა? ალბათ 2 წლამდე რომ სხვადასხვა რაღაცებს სხვადასხვა ერთი ტიპის სხვადასხვა რამეებს რო აკეთებ დაახლოებით 2 წლამდე იყო ეგ. ხო. ანუ მან არის როგორი კუთხით წავა საიმიგრაციო кейსის მიმართულებით და იმის ვიყიდე ხა ზოგი თუ თავიდანვე სწრაფად ცდილობს საბუთების მოგვარებას და თავშესაფარს ითხოვს, მაგ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ხდებოდა. და ჩვენ ცოტა სხვა კუთხით წავედით რა ადვოკატს რო ვესაუბრეთ სხვა მიმართულებები გვირჩია და მაგიტო კიდე არის ხოლმე რომ ყველაზე გავრცელებული ხერხი არის რაღაცა ხელის მოწერა ფიქტიური იქა მაგრამ მაგასაც სერიოზული პრობლემები მოყვება ხოლმე ხო გამიგია რომ მე ვისაც აწერენ ის აქეთ აშანტაჟებს რომ ჩაუშვებს ასე ვთქვათ და ხო კი ძალიან ბევრი სირთულეა საიმიგრაციო კუთხით ძალიან რთულია რა ანუ ჩემი აზრით არც ერთი მიმართულება არ არის ვერცერთი მიმართულებას ვერ იტყვი რომ რაღაცა მარტივია ყველას თავისი სირთულეები აქვს ყველას თავისი დრო აქვს და მალე ესე არაფერი არ ხდება ალბათ ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე მალე მე რაც გამიგია ჩვენი სამეგობროდან არის 2 წელიწად ნახევარი ანუ 2 წელიწად ნახევარზე ხო ანუ ისეთი არაფერი არ ხდება რომ რაღაცა წინ წაქციოს ესე ლეგალურად და საბუთობრივად და არიან ადამიანები რომლებიც 3 4 5 6 და 8 წელი ელოდებიან რაღაცას და ნუ არიან ინდივიდუალურად ადამიანები ვინც 2-3 წელში შეიძლება უფრო გაიმართოს იმათთან შედარებით ეგ რაზეა დამოკიდებული ამ ხანი გაიწელება ვერავინ ვერთხის მაგას სტატზეც ქალაქზეც და ანუ ხო რა ინდივიდუალური ვინა დემოკრატები არიან რესპუბლიკები მაგასაც ძალიან ბევრია დამოკიდებული ხა წინა პერიოდში ბაიდენის დროს ძალიან სწრაფად იძლეოდნენ მუშაობის უფლებას ეხლა ძალიან გართულდა
ეგეც როგორი საიმიგრაციო პოლიტიკა ექნება თვითონ ამერიკას, აი მაგაზე ძალიან ბევრი დამოკიდებული რა ხშირად იცვლება სხვათაშორის. განსაკუთრებით ეხლა რაც ახალი ადმინისტრაციაა და უფრო კაცრი პოლიტიკა ყველანაირი საიმიგრაციო кейსის მიმართ, არა მხოლოდ ესე ვთქვათ ქორწინების და არამედ აბსოლუტურად ყველანაირის. ეხლა უფრო გართულებულია იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს უფრო საფუძვლად იკვლევენ და ბევრი paperwork ხაღალდი გჭირდება, ბევრი ბიუროკრატია და უფრო მეტი დროა და ეხლა ჩვენს გარშემოც არიან ადამიანები, რომელსაც ძალიან ზედმეტად დაუგვიანდათ უკვე ვთქვათ რაღაცაზე პასუხის მიღება, რაღაცა წერილის გაგზავნაზე პასუხის უკან დაბრუნება, ბევრად უფრო რთული გახდა ამ პერიოდში ეხლა. ხო, ეხლა მთლიანად შეცვალეს დამოკიდებულება. ხო. ამიტომ პირდაპირ აქვთ გაცხადებული, რომ უნდა შეამცირონ ემიგრანტების რაოდენობა ქვეყანაში. და დაეთყო ქვეყანას ეგ? კი, დაეთყო და ეხაც როგორ არის, ანუ სასამართლოები აქვთ ხშირად, როცა თავშესაფარს ითხოვენ, მაგ შემთხვევაში იწყება მთლიანი საიმიგრაციო პროცესი. და ეს პროცესი მოიცავს სასამართლოებსაც და სასამართლოებზე უნდა გამოცხადდეს და სასამართლოს გზით უნდა დადგინდეს შენ გეკუთვნის თავშესაფარი თუ არა, ან პოლიტიკური თავშესაფარია სა. და როცა მიდიან ხოლმე სასამართლოზე, როცა თქვა დაიბარებენ და ხსნომაზე უნდა მივიდეს, იქ ხდება ეს IC რაც არის ახლა საიმიგრაციო პოლიცია ესე ვთქვათ და აკავებენ. და ეგრევე იმაშვებიან დეპორტის პროცესს იწყებს. და ძალიან ახლა ძალიან დიდი ის არის რა, პანიკა, რომ ანუ არ მიხვიდეს სასამართლოზე, იმიტომ რომ შეიძლება დაგაკავოს, ადვოკატი უნდა ყავდეს აუცილებლად და ძალიან დიდი სტრესია რა იქ. ქვეყანას ასე დაეთყვა, რომ ეს ემიგრანტებს დაეთყო თუ ცხოვრებაზეც აისახა? ანუ მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახა? ანუ როგორ არის იცი? ეხლა ჩვენ რო ჩავედით, აი ზუსტად მახსოვს ეგ პერიოდი, ჯერ ერთი ანუ მაშინ ჩვენი დანახვაც კი უკვირდათ ყველას, იმიტომ რომ ესე ხალხი არ ჩადიოდა ემიგრანტების რაოდენობა ძალიან შემცირებული იყო კოვიდის გამო. და ანუ ჯერ ერთი არ იყო ხალხი შეჩვეული, რომ ეს რაღაც ახალი ტალღა, საიმიგრაციო ტალღა შემოვიდოდა ქვეყანაში და მე რაღაცა პერიოდის მერე ალბათ 1 წლის შემდეგ გახსნეს საზღვრები რა, ეს მექსიკიდან როცა გაიხსნა საზღვარი და აი ძალიან ბევრი ხალხი შემოვიდა. აი ჩვენც რო გვიკვირდა რომ ხედავდით, აი რაოდენობრივად ისე გაიზარდა. ანუ მარტო ქართველებზე არ არის საუბარი, ანუ ძალიან ბევრი აი მილიონობით ადამიანი არ ვიცი ბოლოს რამდენი რიცხვი თქვის, მაგრამ მეგონი 20 მილიონი შემოვიდა ბოლო 2 წელიწადში და ეს ხალხიც ანუ რაღაცა გარკვეულწილად ანუ ერთ შტატებში კონცენტრირდება რა. ამერიკა კი დიდია, მაგრამ აი ძირითადად მაინც East Coast-ზე რა, აი აღმოსავლეთ სანაპიროზე ხდება, იმიტომ რომ ყველა საახლობელი იქ აყავს და თან ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა მაინც East-ზე ცხოვრობს. და აშკარად შეეტყო რა, იქაც გარემოს, რომ აი ამდენი ხალხი შემოვიდა და ეს თავისთავად ახლა ადგილობრივებში ალბათ უკმაყოფილებას იწვევს, რომ უცბად აი ამდენი უცხო ადამიანი გაჩნდა შენ გარშემო რა. ხო, შეგაწყო ჩვენი შემთხვევაში ძალიან შეეტყო. მაშინ განსაკუთრებით იმ დროს, როცა მაგ მიტანის სერვისზე ვმუშაობდით. ხო, მიტანაზე კიდე. ანუ აპლიკაციები, მთავარი აპლიკაციები, როგორც ვთქვათ, აქ არის როგორც თბილისშია, ესე რამოდენიმე მთავარი აპლიკაცია, რაზეც შეგიძლია იმუშაო და ყოველთვის აი პირველი წლის განმავლობაში ყოველთვის ამჩნევდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეში გვემუშავა თქო 10-დან 12-14 საათამდე, ანუ ის აპლიკაცია ესე ვთქვათ ითხოვდა, რომ უფრო მეტი მძღოლი ყოფილიყო, ანუ უფრო მეტი შეკვეთა გქონდა, შენ ვერ ასწრებდი და შემდეგ შენ აპაუზებდი ან თიშავდი, რადგან უკვე შავიდა შენი 10-12 საათი და კიდე ნახულობდი, რომ უამრავ შეკვეთა იყო დარჩენილი. ზუსტად წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც ეს ძალიან დიდი ტალღა შემოვიდა და ყველა კონკრეტული მიმართულებებით დაიწყო მუშაობა თუნდაც ამ მიტანის სერვისზე, უკვე შევატყვეთ, რომ პირიქით მძღოლების რაოდენობა იმდენად მოიმატა, რომ შეკვეთა აღარ იყო უკვე იმდენი და ამ სარესტორნო ბიზნესებსაც შეეტყო, მიტანის სერვისაც შეეტყო და ანუ უკვე ერთი პერიოდი მე მახსოვს, რომ ანუ მანქანები და მძღოლები იდგნენ ესე და ვთქვათ, ყოველ შეიძლება 6 მძღოლზე ყოფილიყო ერთი შეკვეთა და ესეც ცდილობდნენ, რომ გამოეჭიათ ეს შეკვეთა ვინმე, ვისაც გაუმართლებდა პირველი ერთი და იგივე აპლიკაციაში. ანუ რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, თუნდაც მიტანის სფეროში და ანუ ზოგადად მოხმარების სოციალურ გაყიდვების სფეროში ძალიან დაეტყო ეს ხალხის სამხელა რაოდენობა. ხო. და მე ბინის ქირა გაიზარდა ძალიან რა. მოთხოვნა როცა გაიზარდა, ანუ ვერ აკმაყოფილებდა იმდენი ხალხი შემოვიდა, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა და მე გაიზარდა ფასები ძალიან. ალბათ გაორმაგდა შეიძლება ითქვას. ცოტა ხანი ჩავხდეთ კონდიციონერი რა.
აუსაზრისი არის მე ძალიან დამცხა. მაგრამ მიჭერს. მე ვფიქრობ ნაკლები მოძრაობა ვაკეთებ. ხო, ემიგრანტებისთვის როგორია ეგ ცხოვრება? იქაურ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს ხარ გარიყული ხარ ძალიან? ყველა ქვეყანაში მეტწილად არის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, რა, ქართველების შემთხვევაში, ანუ ვირჩევთ ისეთ ადგილს საცხოვრებლად, სადაც უფრო მეტი ქართველია. მე ჩვენ ვეძახთ, რომ აი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სადაც ცხოვრობენ, იქ კონცენტრირდებით ჩვენს ეგ ალბათ იმიტომ რომ ენის ბარიერია თან ანუ უკვე იქ რაღაც ნაცნობებიც ყავს რომელმაც რაღაცა გზები გაკვალა და შენ შეუძლია რომ შენ გითხრას და იგივე გზაზე წახვიდე და ძირითად შემთხვევაში მაინც ქართველები ერთად ცხოვრობთ რა ერთ უბნებში და გვერდზე ისინი არიან ანუ პოსტსაბჭოთა ქვეყნები რა და ესე ინტეგრაცია ადგილობრივ ამერიკელებთან ჩემი აზრით უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ ესე უბნებში რო ცხოვრობს ხალხი, ანუ იქიდან გასვლა დიდად არ გიწევს, რა თუ სამსახურებიც იქ არის, ცხოვრობითაც იქ ცხოვრობ მაღაზიებშიც იქ დადიხარ, გარკვეულწილად ანუ ამ ადგილობრივ იმაში ხო, კომუნიტში რჩები რა. და თან იმდენად ამ ადგილობრივ კომუნიტებს და უბნებს იმდენად თავისი ყველაფერი აქვს. მაგალითად უკრაინული მარკეტი, ქართული რესტორანი, სურათის მაღაზია, თუნდაც საცხობი, ანუ ყველაფერი ისეა ლოკალურად, რომ ანუ დიდად არც გჭირდება რომ გახვიდე რა და მე ვიტყოდი რომ ტიპიური ემიგრანტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ან ჩვენი სამეზობლო ქვეყნებიდან თუნდაც ჩვენც დიდად არ არის ჩართული ამერიკულ ცხოვრებაში. ანუ უფრო არის ეს ცალკე შენი ცხოვრება, სადაც შენ ხარ ნაცნობებთან, მეგობრებთან, შენნაირ ემიგრანტებთან და ანუ ჩართულობაც არ გიწევს, შეხებაც არ გიწევს თუ მართლა ისეთი სამსახური არის, სადაც გარემოცვაში სხვადასხვა ერები არიან ან მარტო ამერიკელები არიან. მაგრამ ეხლა ჩვენ ხალხს ვიცნობ ისეთებს, რომლებიც წლებია 5-6 წელია და მხოლოდ ქართულად და რუსულად საუბრობენ და არც აქვს შეხება საერთოდ არანაირი. და არც ჭირდება არავისთან, ხო? ანუ იქ რო ცხოვრობს, არ ჭირდება რა. ექიმთანაც რომ მივიდეს რუსულად დაელაპარაკება, თქვა. ყველა მიმართულებით უკვე არის შენი სერვისები, იმდენად ხო, ანუ რაღაც კომფორტს ქმნის, შიდა კომფორტს და იქიდან გამოსვლა არ უნდა ხალხს და. შენაზე მუშაობ ხა? მე მუშაობ ხა წარმოება ესეთი ვიტამინების და დანამატების, აი პროტეინი, კრეატინი და მსგავსი რაღაცები, მაგის წარმოება და მანდ ვარ ხარისხის მიმართულებით მენეჯერი. და საწარმოა რა. შენც რომ გითხრა, მე გივიცოდი ორივეს პასუხი მაგრამ. ხო, მე უფრო ესე ვთქვათ სოციალურ გაყიდვებში ვარ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოლში ვმუშაობ, ესპანური კომპანიის ტრანსპორტის მიმართულებით გენერალური მენეჯერი ვარ. ეხლა უკვე. ანუ იდეაში რასაც საქართველოში ვაკეთებდი, იმას ვაკეთებ იქაც. ბოლო 15-16 წელია უკვე მაგ მიმართულებით ვმუშაობ საერთაშორისო ბრენდებთან, fashion retail ასაც ქვია. ხო, აი ხა მაგალითად აქაც ერთ-ერთი დიდი ბრენდის მაღაზიის მენეჯერი იყავი. ცნობილი ბრენდის ტანსაცმლის. იქ მარტო შემოსავალი იყო мотиваცია წასვლის, ანუ წახვედი ბევრად რთულ პირობებზე სამუშაოდ. კი. ხო და ნუ კაი ეს გასაგებია რომ ახალი ქვეყანა, ახალი თავგადასავალი გამოწვევა რაღაცა, მაგრამ ნუ ისე ძირეულად იცვლება ცხოვრება და უცებ ისეთ რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ თავს რა. თბილისშიო ცხოვრობ, რაღაცა თუ მოხდა, მეგობარი ყავს, ოჯახის წევრი ყავს, რაღაცა ის და იქ ჩადიხარ საერთოდ მარტო. ხო და ამდენად დიდი სხვაობა იყო რომ მაინც ღირდა, ანუ იქ სამსახურზე შემოსავალს თავი დაანება, როგორც ქვეყანა საცხოვრებლად რა, ესეთი დიდი სხვაობა არის? იცი რა არის, ალბათ ესეც ინდივიდუალურად შეგვიძლია განსაზღვროთ, ვის რა მიზანი ქონდა და ვის რატომ უღირდა წასვლა ან არ უღირდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე უფრო ალბათ მინდოდა რომ იმასთან უფრო ჩემი სამსახურეობრივი კარიერული წინსვლა იყო ალბათ და სხვა ბაზრების ნახვა იყო და სხვა გამოცდილება იყო, რამაც კიდევ უფრო გადამაწყვეტინა თან იგივე სფეროში დავსაქმებულიყავი. იქიდან გამომდინარე რომ იმდენად დიდი ქვეყანა, იმდენად ბევრი ახალი ბრენდია, რომელიც ჯერ ჩვენ არ ვიცით და რომელიც არც ევროპაში არ არის და არც ჩვენთან არ არის, რა თქმა უნდა და ეს ბრენდები არიან იმაზე ბევრად დიდები უმრავლესობა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და რა თქმა უნდა გასაღების და გაყიდვის ბაზარი ხო უდიდესია და ობიექტების რაოდენობა და ეს ყველაფერი ჯაჭვურად იმდენად დიდია, რომ შენც ადამიანს თუ რაიმე განვითარება გინდა და ახალი რამე სწავლა გინდა ან დაწინაურების პერსპექტივას ეძებ საბოლოო ჯამში
რაც უფრო დიდ ბაზარზე ხარ, მით უფრო მეტად შეგიძლია, მით მეტად მოქნილი ხარ, ესე ვთქვათ და ეგეც იყო ჩემი ერთ-ერთი мотиваცია და მინდოდა რომ უფრო ლოკალური fashion retail-დან გავსულიყავი საერთაშორისო დონეზე და მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ გამომეცადა სხვადასხვა დიდ კომპანიებთან ურთიერთობა და თუნდაც მოძრაობა სხვადასხვა ბრენდებში. შენ შემთხვევაში ესე იყო? ჩემ შემთხვევაში შეიძლება ოდნავ სხვანაირად იყო რა, უფრო მე მინდოდა რაღაცნაირად აი ჩემი თავის გამოცდა რა ახალ გარემოში, იმიტომ რომ ეხა წეღარ შენ როგორც თქვი, აქ რო ხარ ძალიან დიდი კომფორტის ზონა გაქვს გარშემო, თუნდაც ოჯახი, სამეგობრო, ყველაფერი იცი აქ როგორ მუშაობს, თვითონ სისტემაც და ამის ნაწილი ხარ და ეს რაღაცნაირად კომფორტის ზონაში გაქცევს და ამის იქით რო გადიხარ, ანუ საერთოდ სხვა ადამიანი შეიძლება აღმოჩნდე რა, ანუ ვიძახი იმას, რომ ანუ ძალიან ბევრ პლუსი პოვი შენ თავში და ასევე ძალიან ბევრ მინუსს აღმოაჩნდე, როცა ამ კომფორტის ზონას მიატოვებ, იმიტომ რომ იქ ყველა გამოწვევის წინაშე მარტო გიწევს გამკლავება რა, მარტო ხარ. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები გყავს, ეხლა მე და გიორგი ერთად წავედით, ანუ იქ ისეთი სიტუაცია ისეა მოცემული, რომ შენ პრობლემებს შენვე უნდა მიხედო რა და ამ დროს ანუ ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენ შენ თავში რა და ძალიან ძლიერდები როგორც ადამიანი პიროვნულად და ეგ ძალიან კაი ის არის რა რაღაც პერიოდის მერე ხო ისეთი დონის გამოცდილებას გაძლევს რომ ანუ უფრო ძლიერი ადამიანი აღმოჩნდები ამ რაღაც ეტაპების გავლის შემდეგ და ეხლა კიდე ფიქრობ რომ ისევ გაგრძელდება ეს პროცესი? არა, თავიდან ალბათ უფრო მძაფრია ეს პროცესი, იმიტომ რომ ბევრი რამე ძალიან უცხოა. ხო, მე მანდაც ჩვევი და მე ადაპტაციას რაღაც კუთხით გადიხარ და ბევრი რაღაცები აღარ გიკვირს, თავიდან რა ყველაფერი გიკვირდა, მე უკვე ეს რაღაცნაირად შენთან ეხა იქ ცხოვრების და მუშაობის мотиваცია რა არის? უკეთესი პირობები, ხო, ანუ ერთი ეგ არის უკეთესი პირობები, რაღაცნაირად კარიერაში წინ წახვიდე, სტაბილურობა, ხო, და ნუ უკეთესი ცხოვრება მოიწყო, ალბათ ეგ ერთ-ერთი ის არის რა და ნუ ამერიკა მაგაში დაგეხმარება, იმიტომ რომ აი მე და გიორგიც სულ ვიძახით, რომ ადამიანის შრომა ყველაზე ძვირი ამერიკაში ღირს რა. იდეაში ეგ აძვირებს ამერიკაში ცხოვრებას, იმიტომ რომ აი ნებისმიერი რამეში, სადაც ადამიანის შრომა არის ჩართული, ის უკვე ძვირია რა. აი იმას ვიძახით, აი მაგალითად ის რო იყიდო დრელი რა რაღაცა რო გახრიტო ის ღირს თქვათ $50 რა. მაგრამ ადამიანი რომელსაც დაიქირავებ რომ ეს გააკეთოს იმას რაღაც კონკრეტულ სამუშაოში ალბათ $100 უნდა მიიცე რომ მოვიდეს და გაგიკეთოს რა. ანუ ნივთებთან შედარებით ანუ იქ ადამიანის შრომას ბევრად მეტი ფასი აქვს რა. ესე რო შევხედოთ. ხო, მაგრამ იმის მიხედავთ რომ ძალიან ბევრი ემიგრანტია და ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს ჩაანაცვლებს, ხო, მას უფრო იაფად გააკეთებს. არა, ხო, ეგ მე ბაზარს თვითონ რეგულირდება ბაზარზე ეგ, მაგრამ ანუ ემიგრანტსაც ის აქვს რა, რა თქმა უნდა, ხა ცოტა ფუც არ გადაუხდის, ანუ რაც არის ხალხ შენც როცა სერვის როცა თავაზობს ის ემიგრანტი ხარ და ჩადიხარ და არსებულ რეალობას ნახულობ რა როგორ ხდება, ანუ შენც მეტად უფრო აფასებ შენს დროს და შრომას, იმიტომ რომ ყველაფერი შენს დროზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ პირობითად ამერიკულ კომპანიაზე ნაკლებასაც შემოაქვს თავაზოს სერვისი და თავისი ხელობა, მაგრამ არც ისე როგორც თქვა საკუთარ ქვეყანაში გააკეთებდა ან იქნებოდა ფასჯელოთ ჯერჯერობით გააკეთებდა გაცილებით მეტად რადგან უკვე თვითონ სისტემა თვითონ ბაზარი გთავაზობს შენს საწყის ფასს ესე ვთქვა რა ნელა და უკვე ბაზარი თვითონ არ რეგულირებს რა როგორ უნდა გააკეთო რა ხო ქართველი ბევრია ხო ქართველები ძალიან ბევრი არიან განსაკუთრებით რაც ვახსენეთ აღმოსავლეთის სამ შტატში, ნიუ-ჯერსი, პენსილვანია, ნიუ-იორკი, განსაკუთრებით ბევრი არიან ამ სამში, მაგრამ სხვა შტატებშიც ბევრი ვართ. შესამჩნევია, შევა ბევრი ვართ უკვე ბოლო ალბათ 2.5 წელიწადია. და ანუ იქაც უკვე ისეთი ტენდენციაა, რომ ხალხი ცდილობს ვთქვათ, რომ ჩამოვლენ ამ შტატში და აეწყობიან და უფრო მოძლიერდებიან ფინანსურად თუ
სადაც შეიძლება უფრო მისაღებასები იყოს, ან შეიძლება უფრო კომფორტულად იცხოვრო, სადაც შეიძლება ბავშვებისთვის უფრო კარგი იყოს, სკოლისთვის თუ საცხოვრებლად და შემდეგ. ნელ-ნელა უკვე ამ სამი შტატიდან ნაწილდება ეს ტალღა შემოსული ადამიანების. არა მხოლოდ ქართველების, არამედ ალბათ ნებისმიერი ქვეყნიდან ემიგრანტის ესეთი რაღაც ტენდენცია. ბევრისგან გამიგია, რომ ესეთი მტკივნეული თემა არის, რომ ქართველი რო ჩადიხარ, განსაკუთრებით უნდა მოერიდო ქართველებს იქ. ესეთი რაღაცაც ყოფილა. ხო, ეგ არის, მაგრამ ну დიდათ აი ხა მაგას არ ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ უფრო შემიძლია მე ბევრისგან გამიგია, ხო, ეს კი რომ უფრო ეგრეა. აი ჩვენც რო ჩავედით, ჩვენთვისაც უთქვამთ ეგ რა, მაგრამ ხა რო ვფიქრდები ჩვენ როგორ გავიარე გზა, სულ ქართველები გვეხმარებოდნენ, ანუ ის ქართველები იყვნენ, ვინც რაღაც რჩევას გვაძლევდა და რაღაც თქვათ თავიდან მანქანას ვერ ვიფორმებდით და თავის სახელზე გაიფორმა მეგობარი და ეს პირველი სამსახური გვეპოვნა თუ გვეშოვა. და ბევრი ის არის და ეხა იქ ბევრი ქართული ჯგუფი არის Facebook-ზე ძალიან აქტუალური არის და იქ არის ჩართული მთელი ემიგრაცია ალბათ და იქ ხშირად ნახავ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს რა. დაჟე ისიც მინახავს, აი ფინანსურად როგორ ხდება ერთმანეთის მხარდაჭერა, თქვათ ვიღაცას რაღაც ის მოუხდა რა, ან მობილიზება ხდება და ერთმანეთს ეხმარებიან ახლა. კი იქნება ეგეთი შემთხვევებიც, რომ ვიღაცა რაღაც ცუდი გაუკეთა ქართველს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეგ მაგას მასიური სახე არ აქვს რა და უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს ქართველებს ერთმანეთის მიმართ ვიდრე რაღაცა ის რა. ხო, ძალიან კარგი თუ ეგრე არ არის და მითია ხო. გარშემო ესე ხდება ყოველ შემთხვევაში. მეც უფრო მგონია რომ ძველი ესე ვთქვათ ისა თემა ეგ და პლუს ეხლა კიდევ უფრო ახალი თაობების და ახალი ემიგრაციის და ახალი ტალღის ჩასვლასთან ერთად უფრო მეტად მხარდაჭერა ხდება. როგორც მე რომ ახსენა, თუნდაც შეკითხვების ელემენტარულ შეკითხვაზე პასუხს გაგცემს რამდენიმე ადამიანი. ეტყვის რა და როგორ ასე შემდეგ შეიძლება ფიზიკურად დაგეხმაროს თავისი დრო გამოიყენოს შენთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ესეც ხო ჩვენ ვერ ვიტყოდით მას ეგეთი შემთხვევები არ ქონია, ანუ ჩვენ პირიქით, ანუ ძალიან კმაყოფილები ვართ იქიდან გამომდინარე რომ პირველ წელს ბევრი ადამიანი კარგი რჩევით დაგვეხმარა, გვერდში დაგვიდგა, თავის დრო დაგვითმო, თავის საქმე გადადო და ჩვენთან წამოვიდა ესე ვთქვათ და ვცდილობთ რომ ჩვენი ემიგრანტების ერთ-ერთი ალბათ დავალებაც ეგაა, რომ შენ რასაც გამოივლი და რომ თქვათ დაგეხმარებიან და გვერდში დაგიდგებიან, შემდეგ უკვე შენ რო უკვე ფეხს დადგები და უფრო კარგად ხარ, შენც იგივე გაუკეთო, შენ შემდეგ ადამიანს და ეს მე ჯაჭვური რეაქცია, ასე თუ ეს პოზიტიური მუხტი მე უკვე გრძელდება და იმდენ პატარა community ვართ, რომ ალბათ ყველამ რო ესე გავაკეთოთ, ძალიან დიდი benefit-ი იქნება ერთმანეთისთვის რა. კი, ესეთი ამ პერიოდის განმავლობაში ხართ უკან დაბრუნებაზე გიფიქრიათ? ხო, წავიდე ესე უკან. იქ რომ მეთქონია. მე ბევრჯერ მიფიქრია ახლა. ანუ ჩემ შემთხვევაში თავიდან ალბათ ხო? ხო, თავიდან განსაკუთრებით. მე ახლა ნუ საბუთები რო გაქვს, მე შეგიძლიათ ჩამოხვიდე წახვიდე კიდეს ის არის. არა, ხო, დროებით ჩამოსვლა საბუთი უკან გადმოვარგებას. ანუ ჩემ შემთხვევაში ესეა, რომ აი როგორც არ უნდა დავლაგდე რაღაც, როგორც უკეთეს ცხოვრება არ უნდა მოვიწყო, იქ რაღაცნაირად გული მაინც აქეთ მომიწევს რა. ალბათ უმეტეს ემიგრანტი ეგრე არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქაურობას ვერაფერი ვერ ჩაგინაცვლებს ვერასდროს რა. შენ სადაც დაიბადე, სადაც ბავშვობა, მეგობრები ყავს, ოჯახი ყავს, ანუ ამის ჩანაცვლება ესე მარტივად არ ხდება. ანუ მე ვფიქრობ, საერთოდ არ ხდება და ხო, სულ გინდა რომ ისე იმის ნაწილი იყო, საიდანაც წამოხვედი რა. მიუხედავად ხო იმას ვიტყვი კიდე რომ აი ეხა იქ რო ჩადიხარ ანუ ეს რაღაც ემოციურ კავშირებს ნაკლებად პოულობ რაღაცეებთან რა თუნდაც გარემოსთან და ის იმიტომ რომ ის რაღაც თლათ შენი არ არის რა ცოტა სტუმრის სტატუსი გაქვს ყოველთვის და აქ რო ჩამოდიხარ ანუ სახში ხარ რა და გძნობ რომ ეს შენია და ემოციურად ძალიან დაკავშირებული ხარ და აი ეს ალბათ სულ გექნება რა თელი ცხოვრება ხო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმდენად კომფორტულად მოეწყო, რომ თქვათ, ბევრი ემიგრანტია ძალიან კარგად და ძლიერად უკვე, რომ თქვათ, საკუთარი სახლი, საკუთარი ბიზნესი, შეიძლება ოჯახი, ცოლ-შვილი ყველა იყავდეს თავისი გარემოცვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომია, ნივთები თუ მატერიალურად თუ გამოცაცდელად თუ ემოციურად, რაც არ უნდა კარგად იყო, რაღაცა მაინც გაკლია და ეს ალბათ არის ის რაღაცა კავშირი, რომელსაც ვერავინ შეგიცვლის იქ რა. კაი, შევისვენოთ სოკარის შეკითხვა ჩვენი სპონსორის. შეისვენეთ და აიუს ენერგიით. არით ისვენებთ იქ, როგორ ივსებით ენერგიით.
ანუ იქ ალბათ ჩვენი დასვენება და ენერგიით შევსება არის ყველაზე პირველი ჩვენი მეგობრების ნახვა და ერთად დროის გატარება. იქიდან გამომდინარე, რომ წეგანაც ვახსენე, დრო იმდენად ცოტა ყველაფრისთვის და იმდენად ძვირფასია, რომ ესეთი სიმდიდრე არ გვაქვს ხოლმე, რომ შეიძლება თბილისში ან აქ საქართველოს ზოგადად უფრო მეტ დროს ატარებდი მეგობრებთან და დიდხანს ნახულობდი და როცა გინდა მაშინ ნახულობდი. იქ ესე ნამდვილად არ არის. ყველამ უნდა წინასწარ დაგეგმოს თავისი დასვენების დღე, რომ შენ დაგემთხვეს და მე ერთად შეიკრიბო და მე შეკრების დროსაც ყველა მეორე დღეზე ფიქრობს უკვე რომ ზოგს რაღაცა სამსახური აქვს ან წამია წასასვლელი და ცოტა რთულია ხოლმე, მაგრამ ანუ საუკეთესო დროის გატარება და დასვენება ალბათ უფრო მაინც ჩვენს მეგობრებთან და ქართველებთან შეკრებაში, ანუ ქართული სუფრა. ხო, ანუ ემიგრაციაში ეგაა, რომ ანუ დროს კიდე უფრო მეტი ფასი აქვს რა. თან იქ ყველა მუშაობს, ყველა დაკავებულია და აი ეს თავისუფალი დრო რო კარგად გაატარო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ხო მეგობრები არის ის ვისთანაც ყველაზე კომფორტულად და მე რაც თავარია ანუ დაიმუხტები და კიდე ხელახალ ამ შრომას და იმას რა ბევრი საათ მუშაობას მე უფრო მეტი მოტივაცია. აქაც ეგრე იყავით თუ აქვს სხვა? არა, აქ მაგის გამოცდილება არ მქონდა სიმართლე რომ გითხრა. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ბევრს მუშაობდით, უფრო ანუ აქ უფრო მეტი დრო გაქვს. ხა ეს უნდა ვაღიაროთ, რომ იქ ანუ მეგობარს აქ არ უთანხმდებოდი მაინც და მაინც, რომ აი სამშაბათს საღამოს 8 საათიდან შეიძლება შევიკრიბოთ, ან შეგიძლია შევიკრიბოთ, ან აქ უფრო სპონტანურად და მალევე და მარტივად ხდებოდა ეგ ყველაფერი და ეხაც ესე ხდება. ვიდრე ვთქვათ, ხო, იქ უფრო რაღაცა მეტად უფრო სწრაფად გადის დრო, ალბათ არ ვიცი. ხო. მეგობრობით ისევ ქართველებთან მეგობრობთ თუ რაღაცა სხვა ეროვნების ადამიანებთანაც თუ მაინც ყველაზე კარგად მაინც ქართველებთან გამოდის? ხო, კი, ყავს ხა სხვა მეც ყავს სხვა ამერიკელი მეგობრებიც, მაგრამ ნუ სხვა ისინი საბჭოთა ქვეყნებიდანაც ბევრი არიან. მეგობრობ, მაგრამ ნუ მაინც ისე ახლოს ვერ დაუმეგობრდები და ისე ახლო წრეს ვერ შექმნი, როგორც ქართველთან რა. და თან წეგანას ვთქვით, რომ ეს ემიგრაცია მარტივი არ არის რა. ერთი რომ ძალიან ბევრი შრომა გიწევს, მე ეს ემოციურად სულის ახარ, მძიმედ ხარ, რომ მონატრებაში ხარ, ნოსტალგია გაქვს ის და ანუ გჭირდება ისეთი ხალხი, ვისთანაც ან ძალიან კომფორტულად იგრძნობ თავს. შევსება გინდა რა იმ ყველაფრის. და ეხლა ჩვენ ძალიან კარგი სამეგობრო გვყავს და ანუ ესე ვართ რა სულ როცა ვიკრიბებით, ანუ ყველა ამბობთ, რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი რა, ანუ ამერიკული ოჯახი, ამერიკაში ჩვენი ოჯახი ის არის რა. იმიტომ რომ ოჯახი იქ ყველას არ ყავს რა. უმეტესობა საქართველოში ყავს ოჯახი დატოვებული და ანუ ეს რაღაცნაირად გჭირდება რომ ეს ოჯახის ის კონდეს და ანუ ეს მეგობრები არის ვინც ამ ყველაფერს ავსებს რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ემოციურად ეხა იქ ამდენი რამის გამკლება რო გიწევს ანუ ემოციურად ყარათ უნდა იყოს ადამიანი და ეს კარგი სამეგობრო ამას ძალიან ავსუბუქებს. ხო. და გარდა იმისა პრობლემები ეხა ბევრი გამოწვევა და კარგი შეკრული და ისეთი სანდო სამეგობრო როცა ყავს, ანუ ეს პრობლემებიც უფრო მარტივად დაძლევად ხდება. ხო. ეს ჩვენ წარმოგვიდგენია ესე რომ რაღაც განსაკუთრებული მეგობრობა გვაქვს ქართველებს, მეგობრობა თუ რაღაც უცხოელებთანაც ეგრე ადვილად გამოდის? თუ მაინცნელია. მე მგონია რომ გვაქვს. ხო, ანუ ჩვენ ბევრი ეროვნების ადამიანს შეხვდებოდით და მაგით. რა მაგალითებიც ახლა ჩვენ მქონია ახლა რეალურ ცხოვრებაში და ხო ძალიან ბევრ ემიგრანტთა მქონია შეხება და ბევრი ქვეყნიდან ზოგს ძალიან დაუახლოვებულ ვართ და კარგი მეგობრობა დღემდე გვაკავშირებს მეგობრობა, მაგრამ ისეთი ღრმა მეგობრობა, ვთქვათ, ესეთი ურთიერთგაგება, დახმარება თუნდაც და ერთმანეთისთვის ემოციების გაცვლა და რაღაცა ალბათ ჩემს არ არსებობს. ანუ ყველაფერი გვიცდია, მაგრამ ესე რაღაცა რომ ვთქვათ შენ мотиваციას მოგცემს ან დაგეხმარება ან გაგიზიარებს ან უსიტყვოდ გაგიგებს და ესეთი რაღაცა ალბათ არსად. ანუ მეც ვიტყოდი რომ ჩვენი ერთ-ერთი ჩვენი quality, ერთ-ერთი ჩვენი ისა თვისება ალბათ ეგ რომ ეგეთები ვართ ქართველები რა და განსაკუთრებულად თუ დიდი ხანია იმ ადამიანს იცნობ და გაკავშირებს ცხოვრებისეული ბევრი რაღაცა მომენტი ეგ ძალიან დიდი ბონუსია მაგაში რომ ვერავინ შეკიცვის მაგას ვერც ერთი ეროვნება ანუ რაც არ უნდა კარგი მეგობარი იყო იმდენად ღრმა კავშირი არ გაქვს მაინც რა. ხო. ხო. მე რას დავამატებიცი აი
ამერიკელები ან თვითონ რა ამერიკელები აი ცოტა განსხვავებულები არიან კულტურულად ხო ძალიან დიდი სხვაობა უნდა ვთქვათ მაგ მხრივ რა აი უფრო ინდივიდუალურად ცხოვრობენ ანუ თავიდანვე ეგრე იზრდებიან რომ თავიანთი პრობლემები თვითონ უნდა მოაგვარონ ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად თვითონ უნდა მიიღოს ცხოვრებაში და ანუ ეს ანუ გარკვეულწილად მე ცხოვრების მანძილზე გავლენას ახდენს რა როგორ მეგობრობაზეც რა თუნდაც ხო აღარ ნაკლებად ჭირდებათ ერთმანეთი და ხო არა აი კი შენი მეგობარი შეიძლება იყოს მაგრამ შენ პრობლემას იმ დონეზე თავის პრობლემად ვერაზოს ვერ აღიქვავს იმიტომ რომ მაგას მსგავსი ის არა აქვს რა მენტალიტეტი რომ ანუ შენი პრობლემა მე უნდა მოვაგვარო რა ესე არა იმიტომ რომ არც მოლოდინი არა ხო არც აქვს და არც ჭირდებათ იდეაში იმიტომ ეგრეთ ცხოვრობდნენ და ეგრეთ ცხოვრობენ მაგრამ ნუ ემოციური კუთხით ეგ რთული არის იმიტომ რომ მე ნაკლები ბარიერებს აშენებენ რა ავტომატურად რომ მეგობრები არიან, მაგრამ ისი ახლო მეგობრები არ ხდებიან, როგორც ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ქართველებს რა ერთმანეთის მიმართ რა. მაგას გრძნობ, როცა ამერიკელთან იწყებ ურთიერთობას. ხო და აი, როგორი ბუნებრივია ეგა და დარწმუნებული ვარ და ის როგორი არაბუნებრივია ჩვენთვის, ხო, რაც უცნაური არის, როცა ესე და იმათი გადასახედიდან პირიქით იქნება. ხო, კულტურული სხვაობა და ხო. ისინი ალბათ იმას ვერ ხვდებიან ელემენტარულ მაგალითად, რომ ვთქვათ რაღაცა უცბად ღამის 3 საათზე შენ მეგობარს საბურავის გამოცვლაში დაეხმარო სადღაც ქუჩაზე, ხო? ალბათ შენ რო არც კი დაფიქრდები და ესე გააკეთებ რეფლექსის დონეზე ამას, ანუ ის ადამიანმა შემო ვერ გაიგოს, რომ ანუ შენ რატო წახვედი ღამის 3 საათზე, არსებობს მაგის სერვისი, არსებობს პროფესიონალები და არსებობს ადამიანი, ვინც მაგას გააკეთებს, ანუ ცხოვრების წესი. შენ რატო მოგიხდა ეგრე, რომ თქვა ესე წახვედი წვიმაში სადღაც და ესე მიხვდათ იმისა, რომ შენი შეიძლება ძალიან ახლო მეგობარი იყოს რა, ანუ ხო ეხლა სხვანაირად ესმით ყველაფერი რა მაინც. ერთი ამერიკელი გავიცანი და ის მეუნეოდა რომ ის მაქო სხვა სახში უნდა გადავიდეო რა და ხა თელი ეს ავეჯი და ნივთები რაც აქვს უნდა გადაიტანოს და მარტო ვაკეთებო რა იმის ხა არ დავიქირავე კომპანიაო რა მე თვითონ ვიზაო მაგრამ ერთი 4 დღე მომიწევსო კეთებო და მე ვკითხე ან მეგობარი ან ისეთი არ გყავს რომ თავის ეცალოს მეთქი რომ მოგეხმაროს რა უფრო გაიმარტივებს საქმეს და ანუ ჩემ მეგობრებსო ახლა მაგაზე ვერ დაურეკაო რა და ახლა მე დაურეკავდი ჩემ მეგობრებს და ისიც დამირეკავს და მეტყვის რომ ხო ანუ მომეხმარე რა ხო წარმოვიდგენია ეგ ხო არც აქვთ რა ანუ სულ სხვა საზღვრები გვაქვს ჩვენ და შეიძლება არც გვაქვს საზღვრები და იმათ ცხოვრებაში კიდე ურთიერთობებში სულ სხვა ხაზებია რასაც არ გადავლენ მიგყვათ იმისა რომ ვიღაცა ჯიმს შეიძლება best friend-ი დაუწახოს, ხო, თქვათ რაღაცა და ისეთ დონეზე ექნებათ მაინც ურთიერთობა, რომ შენთვის ქართველისთვის ცოტა ისეთია ცივია, ანუ იმდენად ციტყოს ვერ გძნობს. ხო, რა წყავს იმაში საუკეთესო და არა. ხო, რა. შენ უფრო მაინც ცივად გეჩვენება ის, ანუ როგორ შეიძლება ესეთი ცივი იყო, არა და იმათთვის ის არის ყველაზე ახლო ურთიერთობა იმ ადამიანს და იმ ადამიანს შორის. რასაც რა თქმა უნდა ვერ გავაკრიტიკებთ, იმათთვის შვენი შეიძლება იყოს სხვანაირი და ესე შემდეგ. ხო, კულტურული სხვაობის ამბავია რა. ყველაზე არასწორი წარმოდგენა რაც გვაქვს ქართველებს ამერიკაზე. ან თქვენ რაც გქონდათ და რო ჩახოდით და არ აღმოჩნდა ესე. ან დღეს რასაც ხედავთ ისე აქედან. მე ვიტყვი ერთი რა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეგ არის ოჯახის მიმართ დამოკიდებულება რა. ისეთი მეოჯახეები არიან და იმდენად მნიშვნელოვანი არის ამერიკელისთვის თავისი ოჯახი, რომ აი ყოველ ნაბიჯზე რო უყურებ, ხვდები როგორ ზრუნავს, როგორ ცდილობს, რომ უკეთეს პირობები შეუქმნას და აი ყველაზე ღირებული ოჯახი არის რა მაგათთვის. აი მაგას აი ეგრევე ამჩნევ. უცნაურია რომ ეგ ის ძალიან არ ჩანს ეგ. არ ჩანს. ხო, არ ჩანს. არც გონია ხოლმე სხვა ქვეყნებიდან. მაგრამ ძალიან დიდი ოჯახური კულტურა აქვთ. ანუ ოჯახის გამო ხო, ისე არ ჩანს. უამრავ რაღაცას გადადებენ და კენსელებენ, გაფუჭებენ, რომ თავარია ოჯახს არ მიადგეს არანაირი ზიანი და ოჯახის უსაფრთხოებას კიდე. აი მაგას ყოველდღიურად ნახულობ რა. და კიდე ერთი რაც მინდა მთავარი დავამატო, რაც ყველა ქართველს ალბათ იგივე პასუხი ექნება, რაც არ გონიათ ხოლმე რომ ეგრეა, თანხის გამომუშავება ფულის შოვნა. ანუ ურთულესია. რატომღაც ეგონათ ხოლმე საქართველოში ამერიკაში ფული მარტივად იშოვება. ანუ ამერიკაში შეგლია უცბად გამოიმუშაო და რაღაცა ორ კვირაში შეიძლება რაღაც ეგონოს რომ რაღაც ახალი მანქანა უნდა იყიდო და გამოუშვა და რაღაცა ისეთი არის ხოლმე მითები და წარმოდგენები, მაგრამ ყველა ემიგრანტი დამეხმარება, დამეთანხმება
და ჩვენც იგივე ვნახეთ და ვნახულობთ, რომ არც ერთი მარტივი არ არის დღევანდელ ამერიკაში თანხის გამომუშავება და შემდეგ დანაზოგი და შემდეგ გაგზავნა და შემდეგ რაღაცები შეძენა. ანუ ეგეც არის, რაც განსხვავებულად წარმოუდგენიათ ხოლმე ადგილობრივად მყოფ ადამიანებს, სანამ წავლენ და ნახავენ თავიანთი თვალით. ერთ დავამატებ კიდე ამერიკა ხო ძალიან დიდი არა, ძალიან დიდი მასშტაბზეა საუბარი და ნუ დიდ ქალაქებში კიდე უფრო არ ჩანს რა, მაგრამ აი პატარა ქალაქებში და აი ნიუ-იორკს რო გაცდები ესე ვამბობთ ხოლმე, ანუ მე იგრძნობა ნამდვილი ამერიკა რა, ანუ ამერიკული ცხოვრების სტილი იქ ჩანს ყველაზე მეტად და ეხლა ჩვენ სადაც ცხოვრობთ არის ძალიან პატარა ქალაქია. ამდენ 20,000 კაცი ცხოვრობს ალბათ, მაგრამ ფილადელფიასთან დიდ ქალაქთან მიმულია რა, 20 წუთის გზაზე. და ამ პატარა ქალაქში არის არ ვიცი რა 1-20 ეკლესია მაინც არის რა და ისეთი მორწმუნეები არიან ყოველ შაბათ-კვირას რო გაივლი ეკლესია აი სავსე რა და ეგ ხა ხო ხდება ცოტა მიკვირდა თავიდან იმიტომ რომ ანუ სულ გესმის რომ ნაკლებად მორწმუნეები არიან რაღაც ამერიკაში და იქ რაღაც რელიგიებს სხვა დატვირთვა აქვს და არა და იდეაში რო უყურებ იქ კვირადილა დაგეგმონ ძალიან მორწმუნე ხაზე ანაცე ლოცვაზე არიყვენ დილის წირვაზე ანუ გამორიცხულია აი დიდ ქალაქებში ალბათ ნაკლებად იგრძნობა ეგ მაგრამ აი სადაც ნამდვილ ამერიკას ეძახიან აი პატარა დასახლებები და ისეთი ამერიკული ოჯახები სადაც ცხოვრობენ იქ მაგას გრძნო უფრო ძალიან მორწმუნე ხალხია და ეგეც თავიდან მიკვირდა რომ არანაირად ეგეც არ ჩანს დიდად აქედან. აი რაღაცა ფილმებში ჩანს ხოლმე, მაგრამ ისიც გონია რომ შეიძლება დადგმული სცენა. ისიც გონია რომ ძალიან ამერიკა რაღაცა ხო ფილადელფიას კი ძალიან მორწმუნე აი ჩანს რა რომ ხედავ რომ პარკინგი რო სავსეა და უამრავი ხალხი ეკლესიაში. და ყველა ასაკი, ანუ ბავშვი, მეუღლე, მამაკაცი, ბებია, ბაბუა, ყველა ერთად და ოჯახურად ტრადიციულად და შემდეგ უკვე ტრადიციული ლანჩი წირვის შემდეგ. ძალიან ძლიერი ეს თქვა ტრადიცია აქვს ეგეთი. ცხოვრება რა არის იქ? ძვირია? აი მარკეტში შედიხარ და პროდუქტებს ხედავ სახლისთვის. აი ჩვენ ვიძახით ხოლმე ანუ თბილისის ფასებია თუ სად უფრო ძვირია? აი ხო თბილისში ზეთ ფასებია, მარკეტის ფასები, მე მგონი ამერიკის ფასები. კი, გაუსწრებს. ყავის ფასი უსწრებს ნამდვილად. ხო. და ყავის ფასი ხო ამერიკიდან აქვს პირდაპირ გადმოღებული $13 ღირს, ანუ იქ ღირს $4 ღირს ყავა რა, $3. საშუალო. და პირდაპირ გადმოტანილია 13 ის ხის ხო რა $13 აქვს ყავა. ხო, ნუ იქიდან შემოდის ყველაფერი. ანუ ჩვენთანაც ახლა გაჩნია კიდევ ერთხელ იმას სად ცხოვრობთ იქაც ხო? ვთქვათ ნიუ-იორკში ცხოვრები ადამიანი და ხო, ეგას ეგებია. ალბათ უფრო თავის თავზე გამოცდის 20-25%-იან ფასების მატებას ვიდრე ფილადელფიაში. და ჩვენთან გასაგებია ჩვენს პატარა ქალაქში, ანუ რაც უფრო გარე არეაში ცხოვრობ დიდი მეგაპოლისიდან, მით უფრო ყველაფერი უფრო იაფდება და შტატიდან შტატში რა თქმა უნდა სხვადასხვა, მაგრამ ანუ საერთო ჯამში ბოლო თუნდაც ჩვენი 4-5 წლის წინანდელი ფასები რო დღევანდელ შევადაროთ იქ ძალიან მომატებულია ყველაფერზე ფასები დავიწყოთ საწავიდან და სიგარეტზე და პირველადი მოთხოვნილების ნივთებზე და სურსათზე მაგრამ თუ თქვა ჩვენ ამერიკელი მეგობრებს ვკითხავთ და ბევრჯერ გვიკითხავს 10 წლის წინ და დღეს რადიკალური სხვაობა, ანუ ალბათ 50%-იან სხვაობას ვამბობთ, რომ რა ფასები იყო მაშინ და რა ფასები არის დღესდღეობით. მაინც ჩვენი არეა სადაც ცხოვრობთ უფრო ხელმისაწვდომია. ნიუ-იორკი ძალიან ძვირია, ალბათ ტოპ 5 ქალაქშია დედამიწის ქალაქია დედამიწაზე. ფასები ყველაზე მაღალია. თქვა კაი ნიუ-იორკი არა, მაგრამ ნუ აი თქვენ როგორ ქალაქშიც ხართ რა. ერთი თვის ცხოვრებისთვის ამდენი გინდა ბინისკირიან, საჭმლიან. აი მე ვიტყვი ხა როგორ ვითვლით ხოლმე რა. ან დილით რო გაიღვიძებ, ან $100 უეჭვენაიშო რა. ნუ ეს არის მინიმუმი რაც გჭირდება შენ რო დაფარო ბინისკირა, საკვები, გადასახადები, დენი, გაზი, წყალი და ასე შემდეგ, დაზღვევები მანქანის ხო, მე რაღაც სადმე გამოხვალ რაღაც გაუთვალისწინებელი ხარჯები და ნუ დაახლოებით ანუ ესე ვარაუდობთ ხოლმე და ესე ვიტყვით რომ ანუ $100 დღეში უეჭველი გჭირდება რა და რამდენი დღეც არის იმუშავებ იმდენი ანუ ნეგატიური $100 ხო შემდეგ იმაზე დაგემატება რა მაინც მოგიწევს ამ ზღაურება ხო ცხოვრება ძვირია დაახლოებით ანუ 3000 ხო 2500-დან 3000 აი რაღაცა ეგეთ ჭრილში გჭირდება ისეც უფრო შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი რაღაც ასაკობრივი ისიც არის მანდ ხო ეხლა შეიძლება ვთქვათ თინეიჯერმა უფრო მეტი
დახარჯოს ხო არა ჩვენთვის ვიზახ საშუალო ხარჯი ხო ანუ ხო რა ხა სასწრაფო ცხოვრების დიდრულის ხო არ არის ჩაულებრივი ეს ალბათ $2500 კარგუბანში ისეთი რომ მაგრამ ხო ძვირია რა ამერიკაში ცხოვრება ძვირია რა და ნუ რაც ნიუ-იორკში 3000 და მეტი იქნება ალბათ და ერთი ანუ სულ ყველა ცდილობს რომ ანუ ეს ხარჯი რამენაირად შეამციროს იმიტომ რომ ნუ ამერიკაში შეიძლება ბევრსაც გიხდია მაგრამ ბევრსაც გართმევს რა ანუ გადასახადები და ის ამ ბევრი გამოდის და ამიტომ თავარი გამოწვევა არის ხოლმე რომ ხარჯი იმ დონემდე შეამციროს ხო რომ ეს დაგიბანასდეს რა შემოსავალ და ხარჯი თორე შეიძლება თუ ხარჯის გაზარდე ანუ შემოსავალს ვეღარ დააწევ მე ხო ეგ ის არის რა თავარი გამოწვევა ხო აქ ყველაზე რა გინატრებოდ ხოლმე საჭმელი გემოები ანუ სუნები და გემოები რასაც მიშვეული ხო ნუ ეხლა მეგობრები და ოჯახის გარდა რა ხო რა თქმა უნდა გარდა მაგისა კი საჭმელი ძალიან გენატრება მაგრამ პირველი საჭმელი გავახსენეთ მე ხო აუცილებლად ნუ ოჯახი და ის იგულისხმება ხო ჭამა კი არის ამერიკაში ბევრი ქართული რესტორანია საკმაოდ გემრიელის და რაღაც მაღალი დონის მაგრამ აქ რო გემრიელია და რაღაც გემოებია ის nice versions of იმას რაც არ უნდა ისე თქვენი კაცები ლაივზეც იყავით ხო და განსაკუთრებული დღე იყო ჩვენთვის ხო და ეს ტელეფონით კი მითხრა მე რაღაცა ერთი ორი სიტყვა იმის მე მაგაზე დიდად არ გვილაპარაკია რა როგორ ჩაიარა ანუ მე არ ვიყავი და თქვენ უფრო იცით იქ რა მოხდა ძალიან დიდი ხმის და დიდი მოლოდინი იყო პირველ რიგში ესე ჩემი განმოსახედიდან ჩვენი განმოსახედიდან და როგორც აი გამონათქვამი რა ჩვენ და ხო იცი გულის ფანცქალით ელიანო რაღაცას ველოდებიანო ალბათ ესეთი მოლოდინი იყო უკვე გავიგეთ დღე და გავიგეთ ადგილი და ყველაფერი აი დღეებს ითვლი და იქაური ემიგრაცია რომ ანუ როდის მოვიდა და ის განსაკუთრებული დღე ისე რომ ძალიან დიდი ბევრი მაყურებელი ყავს კაცებს ასევე შენ პოდკასტს და ასევე სხვა გადაცემებსაც და პოდკასტსაც YouTube-ზე ძალიან ყველას აკლია ეს თავისი ქვეყნის სითბო ან თავისი მეგობრის და თავისი როგორ ვთქვა თანაქვეყნელის როგორ ვთქვა მაგის სითბო და ემოცია და ზოგადად ქართული ამბები და ხუმრობა და ეს ყველაფერი და ძალიან ვისიამოვნეთ ყველა ჩემს გარშემო ძალიან ბევრი მეგობრები ყავდა ვინც მოახერხეთ და წავიდა უამრავი ადამიანი იყო ვისაც კიდე უნდა და ყოფილიყო ალბათ 1 2 3 დღე გაგრძელებული იყო და დარწმუნებული ვარ აქაც ნახეთ როგორი მოთხოვნა იყო ბილეთზე და ბევრმა იქაც ვერ მოახერხა მიუხედავად იმისა რომ უნდა და ბილეთის შოუნა და ნახვა ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ჩვენს გარშემო სხვადასხვა შორის შტატებიდან საიდანაც ნუ ეხა იქ თვითონ ლაივზეც თქვენს ზოგი კანადიდან განმოფრინდა zogი LA-დან მაგრამ ჩვენც ვიცით რომ ადამიანებმა 7-8 საათი მანქანით იარეს რომ ჩამოსულიყვნენ რომ ენახათ კაცები ლაივი და ალბათ აი აბსოლუტურად ყველა ადამიანი იქიდან ვინც გამოვიდა ძალიან დადებითი ემოციებით იყო დამუხტული ყველას ჰქონდა ის შეგრძნება ჩემს გარშემო რომ ნეტა კიდევ ყოფილიყო 1 საათი ან კიდევ უფრო გრძელი პროგრამა ყოფილიყო რაღაც რევოლუცია მეტი ყველას დააკლდა მაინც მიუხედავად იმისა რომ ძალიან ისიამოვნეს და ჩვენ ხა როგორც მსმენელებს და ესე ვთქვათ გულშემატკივრებს დიდი იმედი გვაქვს რომ კიდე მოხდება ეგეთი დღეები რომ ემიგრაციამას და ჩვენც ყველამ ერთად გავერთოთ და ეს დასამახსოვრებელი საღამოები კიდე მოეწყობა იქ ხო ძალიან კაი იყო და ხო ეგ ძალკე საკითხი იყო გიორას და მეორე ის იყო ძალიან ხარისხიანად გააკეთეს ახლა იქ მანჰეტენზე ისეთი კარგი ის იყო ვენიუ შერჩეული და ეს ამდენი ქართველი რომ ამ მანჰეტენზე შეიკრიბა და ახლა სანამ შიგნით შეხვალ ძალიან ბევრი ხალხი გარეთ და ერთმანეთს რაღაც ბევრ ნაცნობს ნახულობდა ძალიან კაი გარემო შეიქმნა რა და მე თვითონაც რა შიგნით რომ შევედით ანუ ის ვენიუ ძალიან კაი იყო და მე პროგრამაც ხო ძალიან კაი ქონდათ და ძალიან ხალხი ძალიან ბედნიერი იყო რა ძალიან გავსწორდა ძალიან კაი ანუ იქიდან მე მინდა რომ კიდე ვისურვებდი ახლა როგორც რიგითი გულშემატკივარი რომ ანუ ხშირად ჩამოვიდნენ რა მარადნელია ხო ძალიან შორია რა საორგანიზებოდ რა თქმა უნდა ვიცით ახლა რაღაცეები დეტალების რომ ძალიან რთული ძნელი და ფინანსურად ძალიან ის არის და წინასწარ გიწევს ბევრი ფულის გადახდა ხო იქ ხო ავანსია რაღაცა რა თქმა უნდა რისკებს არ დაკავშირებული ზუსტად ის გათვლები შენ რაც გვაქვს იქნება თუ არა ზუსტად ისე ან გადააჭარბებს თუ არა ვთქვათ ეგეც მაგრამ პირველი ესე ვთქვათ როგორ ვთქვათ
ტრამპლინი ალბათ ის იყო. ძალიან წარმატებული ის კარგი იყო ჩემი აზრით და როგორც გულშემატკივრად შეხედა მიხვდები რომ აი ძალიან წარმატებული. იქაც ერთმანეთში იმდენად გავრცელდა ეს ემოცია და ეს საუბარი შემდეგ ანუ ფიდბექი ანუ ფაქტუმ ადამიანები რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ხშირი მაყურებლები და შეიძლება ზომა არ იცოდა რაღაცა შოუს შესახებ. ისინიც კი დაინტერესდნენ რომ აუ მართლა ანუ არ ვიცოდი ერთი კარგი თუ იყო ან რაღაც არ მეგონა და რაღაც და ანუ უკვე იმ ხალხსაც გადაედო ვინ შეიძლება მანამდე ჩართული არ იყო რა ამაში. ისე რომელი კონტენტია ყველაზე პოპულარული? ქართული YouTube არის პოპულარული? კი არის, მე ჩემ გარშემო მაგალითად ჩემ პოდკასტს ძალიან ბევრი უყურებს რა და ძალიან მოწონს და მოკითხვა ყველას. და მეც ერთ-ერთი ვარ ფანი ვარ. კაცები ძალიან პოპულარული. კაცებს ყველგან ანუ YouTube-ი ძალიან ჭამის დროს, ძილის დროს, იმის დროს, ამის დროს ყველგან უყურებენ ესე და ზოგადად ქართულ რაც უფრო მეტად ვითარდება და გაიზარდა ეხლა ძალიან ქართული YouTube-ის სივრცე, მით უფრო მეტი მაყურებელი ყავს იქიდან გამომდინარე რომ ანუ იქაურ ქართველობას ყველა სჭირდება სხვადასხვა მიმართულების ინფორმაცია ან თუნდაც თანამედროვე ტრენდები, ანუ რადგან ქვეყანას მოწყვეტილი გაქვს, ხო შენ ამ ცხოვრებას ჩამორჩენილი ხარ, ესე ვთქვა და არის ზუსტად რა ხდება, ანუ რა ხუმრობა რელევანტური, რა თემა აქტუალური, როგორ იცვამს ხალხი თუ როგორ საუბრობს თუ ასე რაღაცა, ყველაფერს იქიდან იღებ რა, ანუ ამ ჩაწერილი, ისე ვთქვათ, პოდკასტებიდან თუ გადაცემებიდან და სერიალებიდან და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ესე ვთქვათ შეუფასებელია იქაურობისთვის ეგ რა, ემიგრანტებისთვის იმდენად დიდი მოთხოვნა. და თან მანქანით ძალიან ხშირად გიწევს გადაადგილება ამერიკაში, ან მანქანით დადიხარ სულ რა. და მაგ დროს YouTube-ი არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რომ მიდიხარ და თან უსმენ და მაგიტო ვფიქრობ, რომ აი პოდკასტები განსაკუთრებით ძალიან პოპულარულია, იმიტომ რომ ხალხი რომ თქვა ტრაილერით რომ ტრაილერზე მძღოლაძის ადამიანი და მიდის იმისთვის რაღაცა ესეთ YouTube-ზე კარგი კონტენტის ნახვა კარგი რამეა რა ჩართავს და უფრო გაერთობა და დროს სწრაფად გაიყვანს და ამიტომ ვფიქრობ რომ ბევრი ადამიანი იქნება ჩართული. ესეთი ყველაზე გრანდიოზული ამერიკული რამე იყო რაც ნახეთ NBA-ს და რაღაცა პლეი-ოფი ან ამერიკული ფეხბურთი ან ამ კონცერტი ვინმესე ან ცნობილი მსახიობი ქუჩაში დაინახე რა მეგეთი ყოფილა. ეხლა რო ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის რა. მან მივიღე მასე FIFA-ს კონდა გამოცხადებული ესე volunteer program მოხალისებური პროგრამა იყო და რამდენიმე ეტაპი გავიარე და ამიყვანეს. და მომიწია უშუალოდ ამ მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე ჩვენ ქალაქში საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მიღება და აი ძალიან კაი იყო. არასდროს აი მე დიდი ფანი ვარ სპორტის და ფეხბურთის განსაკუთრებით და არასდროს არ მინახავს შიგნიდან როგორ ხდება ესეთი დიდი ივენთების დაორგანიზება რა. და ის შიგნით რო ვიყავი, შიგნიდან რო დავინახე რა, ისეთი საინტერესო იყო და ისეთი კაი გამოცდილება მივიღე. და მე თან მომიწია ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი რო დადის შენ გარშემო და ძალიან კაი იყო. ფეხბურთი ხო ეხლა ვინ იყო ისეთი ყველაზე? რეალის თამაშზე ვიყავი და გასახდელთან მომიწია ყომდა და თელმა გუნდმა ჩემ თვალწინ გაიარა და მე ისევ შემოვიდნენ. მე ის მომიწია კიდე VIP სტუმრების სტადიონზე შეყვანა და გამოყვანაზე ვიყავით პასუხისმგებელი ჩემი გუნდი რა. და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის ის მომიწია რა. ხო, არსენ ვენგერი ნახე, კაფუ ნახე, ეს FIFA-ს ის რა ინფანტინო და აი ძალიან ბევრი ცნობილი ტიპი რა. და აი ძალიან კაი იყო და თან აი ძალიან კარგი სტადიონი აქვს ამ ფილადელფიას რა, ეს არის ამერიკული ფეხბურთის გუნდი ყავს Eagles-ი და იმის სტადიონია და ისეთი გრანდიოზულია და ისეთი ლამაზია და ისეთი საოცარი. და მე თან შიგნიდანაც რო ნახულობ, აი საერთოდ სხვა ის. ნუ თამაშს ვიყავით მე ძალიან მაგარი თამაში. ხო, ჩვენ ვიყავით იმაზე, Chelsea Palmeiras-ის თამაშზე ვიყავით მეოთხედ ფინალზე. ძალიან მაგარი გამოცდილება იყო ჩემთვის, მაგ ხელა მოედანზე არ ვიყავი და მყოფი, ანუ მასშტაბები, სულ სხვა წყობა აქვს, სულ სხვანაირი ხედვა აქვს მოედნის და გარშემო სიტუაცია საოცრად ორგანიზებული მიუხედავად იმისა, რომ ალბათ 80,000 დამსწრე იყო იმ საღამოს გარშემო და მოედანზეც და
ხო, ალბათ ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი გრანდიოზული ივენთი რაც ვიყავით, იყო ეგ და ძალიან კაი გამოცდილება იყო თან ამერიკაში, რომ ფეხბურთს ნამდვილ ფეხბურთს რო უყურებ. ძალიან კაი ფეხბურთი სოკერი არ არის, ესე პოპულარულია. მაგრამ ნუ უფრო და მაგრამ კიდე არ არის, ხო მატულობს ხო? უფრო და უფრო ხო ხდება პოპულარი, მაგრამ ნუ ალბათ მეხუთე სპორტიც არის. ჯერჯერობით მაგრამ ხრევაც მაგარი ტრადიციულები არიან, ხო? ჩაბღაუჭებულები არიან თავის სპორტზე და ხო, ამერიკენ ფუტბოლია. ბეისბოლზე არ იმაზე ყავით. მეორე ბეისბოლი, მესამე კალათბურთი, მეოთხეა ჰოკეი. ხო და ხომ მოგიწიათ ბეისბოლის ნახვა? დიდ თამაშზე არაფერზე ყოფილვართ. ადგილობრივ ლოკალური გუნდების და კოლეჯის თამაშზე თორე ისე. რამე კარგია საყურებლად? ბეისბოლი? თუ ამერიკული? ამერიკული ბევრად კარგია, აი ბევრად მაგარი საყურებელი. ხო, ამერიკული კარგია. საოცარი ენერგია მოედანზეს და თამაშის დროსაც იმდენად სწრაფი და იმდენად ტემპიანი სპორტია, თან ლამაზი სანახავია, რომ ანუ არ მოიწყენ საერთოდ. ეს ამერიკულ სპორტებს კიდე იმხელა ისეთი ესე ვთქვათ ბლოკები აქვს ჩართული ამ შესვენებების დროს თუნდაც ჯარიმის და ჩამოწოდების დროს, რომ ყველა სლოტი არის შევსებული აბსოლუტურად. ანუ თამაშის დროს არაფერს არ ელოდები ესე რა, რომ რაღაცა მოხდეს, სულ რაღაცა ხდება, ანუ სულ ჩართული ხარ როგორც ფანი. ხო, ბეისბოლი მე სპორტის ის უფრო გრძელი თამაშია. მაგრამ ვერა და ვერ გავიგე მაგ სპორტის. აი ეს წესების ანუ რაღაცა დონეზე ვისწავლი ხოლმე წესებს, მაგრამ მე ვერ ხვდები რა. მაგრამ ძალიან პოპულარულია, ძალიან უყვართ ამერიკაში. მაგრამ ამერიკენ ფუტბოლი კარგია და ჩვენ ყავს ჩვენ ქალაქს ამერიკენ ის არის Philadelphia Eagles და შარშან გახდნენ ჩემპიონები რა ამერიკის ის მოიგეს სუპერბოული. ხო, სუპერბოული მოიგეს და ანუ ისეთი ამბავი იყო, რომ აი ქალაქი დაინგრა. თან ძალიან გიჟი ფანები ყავს ამ Eagles რა, ცნობილი ფანები არიან და ესეთი ის არის რაღაც ტრადიცია, რომ ამ სუპერბოულს რომ მოიგებენ, ქალაქის ცენტრში განათების ბოძები რაც არის, იმაზე უნდა აძვრენ რა, ხალხი დროშებით და ორი ადამიანი ჩამოვარდა და გარდაიცვალა რა. და ეხლა წინასწარ ყოველთვის ცდილობენ რაღაცა პრევენციული ღონისძიებები გაატარონ და ეხლა რა ქნეს იცი, ზეთი წაუსვეს იმაზე რა, წინასწარ. ყველა ბოძსათი წაუსვეს. ყველა ბოძს რო ანუ ხალხი არ აძვრეს რა. რო ანუ რაღაცაა დაიცვან და აი ახალგაზრდები მაინც მოახერხეს და მაინც ავიდნენ. მაინც ავიდნენ. მაინც ავიდნენ. და დიდი ზეიმი იყო ქალაქში სხვათა შორის და ეგ ნახეთ რა. მოვესწარით მაგას, ანუ ეგეთი ისტორიული world championები რო გახდნენ. მაგათთვის. მოგეთ ეს მასშტაბი იგრძნობა ხო რომ ამერიკა დიდი არის. მე ნაყოფი არა ვარ, მაგრამ ჩემი წარმოდგენაში რაღაცა ყველაფერი დიდი არის. აბსოლუტურად ყველაფერში, ანუ დაწყებული შენი უბნიდან, ქუჩიდან, გზიდან, მაგისტრალი და დასახლება და ეზო, არ ვიცი, ალბათ ყველაფერში იგრძნობა რა, ანუ ამხელა ადგილი უჭირავს თითოეულ რაღაცა ობიექტს, რომ შენ რო იცი რომ შენთან ამხელა იყო და იქ რაღაცა უსაზღვრო ტერიტორია რო აქვს რა. და კიდე რო ძალიან დიდი ტერიტორია დარჩენილი, ანუ იმხელა მასშტაბებია. და თან ამას თვალიც და შენი ახმაც იმდენად ეჩვევა, რომ სხვა დანარჩენ ყალბი როგორ სხვა ქვეყანაში გონია შედარებით მინიმალისტური და პატარა. ხო. იგი ძალიან დიდი მასშტაბი. და იმას ვიძახით ხოლმე, ანუ ამერიკელებს რატო აქვთ მაილი და მილი და არა კილომეტრი რა. ანუ ეგ იმისთვის აქვთ, რომ ანუ ეს მასშტაბი რაც არის, რაღაცნაირად ცოტა შემცირდეს. კილომეტრს არ ყოფნის? არა, შემცირდეს რა ადამიანის აღქმაში, რომ ეხლა სად 100 კილომეტრი და სად 100 მაილი, ანუ იდეაში მანძილები ძალიან შორია ერთმანეთს და ამ რიცხვს რო აპატარავებს, ჩემი აზრით, მაგით ადამიანის აღქმაში იმას მანძილს ამცირებს. ხო, უმარტივებს, ხო? ხო, უმარტივებს. რომ ძალიან შორს არის ყველაფერი მაინც ერთმანეთის. ყველას ზამე მაღაზიებს კაფ რო აქვს საზომე. კაფ, რამდენი კაფი უნდა იყოს. ხო, რაღაც ის რეცეპტს რო ნახულობ, ან თქვათ მიქსერს რამდენი კალორია არის ამდენ კაფში და ოღონდ კაფით შეიძლება გაზომოთ საზამთროც და ბრინჯით ყველაფერი. ბევრი უცნაურობაა, ძალიან უცნაურობა რაც უმეტესობა ვიცით, მაგრამ მე ყველა ფარენგეიტის გადააყენა ვერ და ანუ თუ არ დაინტერესდი ესე არც არასდროს არ გაიგებ რა. თუმცა მარტივ გზას გასწავლი რა. ფორმულა არის მაგისი რა. რაღაც ფორმულა გამიგია მოუწყდება. 30 უნდა გამოვაკლო, აი ვთქვათ არის ფარენგეიტით 72, მე მანქანაში 72-ზე ვაყენებ ხოლმე კონდიციონერს. და ამას 30-ს გამოვაკლებ და გაყოფ 2-ზე და ეგ იქნება ცელსიუსი შენ. 42 გრადუსია ეგა? დაახლოებით ეგ. 30 უნდა გამოკლო და გაყო 2-ზე. ხო, და ეგ არის. ამათე სხვა რაღაც ფორმულა ვიცოდე ესე. არა, ბევრნაირად არსებობს, მაგრამ ჩვენ ესე გვასწავლეს ყველაზე მარტივად რა. მარტივი ფორმულა ეგ არის. ვა
90 ფარენგეიტიც ესე ითვლება და ნებისმიერ ფარენგეიტს ეგრე. მე მგონი მინუსებში მე უჭირს. ხო, აი მინუსებში ჩვენს გვიჭირს უკვე როგორ არა. მინუსებში აღარ ითვლება, მაგრამ პლუსში დათვლი. და რომ მიახლოებით. ვა. კარგი, წავიდეთ ბოლოსკენ. რამე ხო იყო ისტორიები რაღაცა რაც შეიძლება და მოგეყოლათ, უბრალოდ თემა არ მოიტანა. იცი რის თქმა მინდოდა ის ანუ ამერიკაში ანკეტებს რო ავსებ რა, იქ ძალიან საინტერესო ამბავია. იქ წერია რასები რა. ხო. და ერთ რასებში არის, უნდა მივთითო რომელი რასის წარმომადგენელი ხარ. არის კავკასიელი წერია და მე გვერდზე აქვს white, Caucasian and white, მერეა აზია, აფროამერიკელი და ეს რა ქვია, ვთქვათ შავი რა, ლათინო. ლათინო დაჯა. ხო, და თეთრს აქვს კავკასიელისის რა გვერდზე და ეგ მე რომ მოვიძიე რა თურმე ანუ რატო არის ეგ ტერმინი დამკვიდრებული რომ თეთრი რასა წარმოვიდა კავკასიიდან და მაგიტო ყველა თეთრ რასას კავკასიას უძახიან რა ხო ეს გამიგია ეს Caucasian მაგრამ თეთრებსაც ყოფენ მე მგონი არა ანუ Caucasian რო წერია ის არის თეთრი რა და თავიდან რომ მივედით და ეგ ნახეთ რა და დავინახე Caucasian ხო ხანდახან white-ია წერია საერთოდ რომ ზოგადად რა ხო ზოგჯერ არის წერია რა Caucasian და ანუ ყველა მიცის რომ Caucasian არის თეთრი რასა და ტერმინი კავკასიიდან მოდის ზუსტად რა მე მოვიძიე რა მაინტერესებდა და თეთრი რასის პირველი თეთრი რასა წამოვიდა კავკასიიდანო რა ანუ ეს არის ხო და ანთროპოლოგიაში ეგრეა დადგენილი რა კაი კიდე აქედან რაც ჩანს არის რომ ეს რაღაცა ვითომ იდეოლოგიური დაპირისპირება და ძალიან გახლეჩილი საზოგადოება და რაღაცა რესპუბლიკელების ხარეს დგომი და ლიბერალების დემოკრატების ხარეს დგომი და ეს იგრძნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში და კი იგრძნობა ქალაქში ხო არის შტატები სადაც ახლა ნიუ-იორკი არის დემოკრატების მარტო იმიტომ კი რომ პოლიტიკურად არ მოწონთ ერთმანეთი და რაღაც ანუ იდეოლოგიურ დონეზე რა კი ეგ იდეოლოგიური განსხვავება არის რა ისინი უფრო კონსერვატიული მიდგომები აქვთ რესპუბლიკელებს უფრო კაცრებით დემოკრატებს უფრო ლიბერალური ხო ისინი უფრო ლიბერალები არიან რა და აი მაგაზე იმას ეხა ვინც არის ვაის პრეზიდენტი რა JD Vance ხო ან ეგ როგორ გახდა ვაის პრეზიდენტი რა მაგას წიგნი დაწერა თავის ცხოვრებაზე რა ძალიან რთული ცხოვრება გავლი რა middle class საშუალო ფენა ამერიკის რა პრობლემების წინაშე დგას და როგორ ცხოვრობენ და იქ ხა ძალიან რთული არის, ანუ საშუალო ფენიდან ზედა ფენაში ასვლა რა, მაინც კლასობრივად იყოფა რა. და მაგას აი ეს წიგნი დაწერილი ზუსტად როგორ შეძლო იმ ყველა პრობლემის დაძლევა და როგორ ავიდა ამ ზედა ფენაში რა. და ისეთი მე ფილმიც არის გადაღებული სხვათა შორის და ვისაც დაინტერესებს. მე ქვია ხო ხსოვს. ფილმს ქვია Hiligi Edge ქვია მე მგონი ზუსტად თუ სწორად ვახსოვს. JD Vance-ის ფილმი რო იმას აქვს ეგრევე ამოვაგდეს Netflix-იც არის. და ან მან არის ზუსტად აღწერილი რა პრობლემების წინაშეა ეხა ამერიკის საშუალო ფენა რა. ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ნარკოტიკების კუთხით, ოჯახური კონფლიქტები ძალიან ბევრია, ან ფინანსურადაც ძალიან უჭირთ და მაგ პრობლემების წინ წამოწევის შედეგად ეხა JD Vance არის ვაის პრეზიდენტი რა და ეხა ზუსტად რესპუბლიკელები მაგაზე ჰქონდათ საუბარი რომ ჩვენი პრობლემები გვაქვს პირველ რიგში მოსაგვარებელი და მოდი ამაზე დავკონცენტრირდეთ და მე გადავიდეთ სხვა პრობლემებზე რაც დარჩენილია დედამიწაზე და ხო და ძალიან პოპულარული გახდა წიგნიც და ფილმიც და ეხა JD Vance ის არის რა მაგის მაგალითია როგორ შეიძლება middle class-დან ახვიდე შემდეგ კლასში რა. შენ ხამბობ თქვა შენი ქალაქის და ფილადელფიის ცხოვრებას თუ განზოგადებულად ამერიკას გულისხმობ? ამერიკაში რა განზოგადება ხა middle class-ი იქ მაინც ერთნაირად ცხოვრობს რა, მშრომელი ხალხია, რომელიც ანუ სამსახურ შტატის ყოველდღე პატარა ბიზნესების ოჯახის ხო, ბევრი შრომა უწევს, ოჯახის მხარდაჭერა, მე იქ ყოფითი პრობლემების გამკლავება, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ეს ყველაფერი იქ ძალიან ის ხელმისაწვდომია. და მაგალითად დიდი განსხვავება იგრძნობა, რაც თავიდან იკითხე, რომ ანუ იდეოლოგიაც და შეიძლება ანუ ქცევაც და შეიძლება გამოხატვაც რესპუბლიკელი ადამიანის სამორჩევლის და
დემოკრატის სხვადასხვა მიმართულება საერთოდ და ისედაც ეთყობთ რა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხე მე მაგალითად ჩემი ამერიკელი რო ჩახვედით იქიდან იმას შედარებით შეცვლილია ეგა უფრო გახლეჩილია საზოგადოება თუ მაშინაც ესე იყო რესპუბლიკელი გახდა ეხა მე რასაც უყურებ რა უფრო მეტი რესპუბლიკელია ვიდრე მანამდე იყო და ალბათ ემიგრაციაც ერთ-ერთი ის იყო მთავარი ხო მექსიკის საზღვარი ემიგრაციას მთავარი მიზეზი იყო მაგური შტოს დაპირისპირების ალბათ რომ შეთანხმდნენ როგორი პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ან როგორი პოლიტიკა იქნებოდა უფრო ოპტიმალური და აქედან გამომდინარე უფრო იგრძნობოდა ეგ გახლეჩვა დაპირისპირება კაი მომავალი როგორ წარმოიდგენიათ მე ოდესმე ისევ დაბრუნება თუ აუცილებლად მე მინდა რომ დაბრუნდე და დაბრუნდები აუცილებლად რა მეც ალბათ ვფიქრობ ხან სულ იქ ყველას რაღაც პატარ-პატარა გეგმები გვაქვს ალბათ მისაღწევიანი ხო აკაუნტებადიანი ოჯახის დახმარება ან შენი ცხოვრების უკეთესად მოწყობა და რაღაცა პირობების შექმნა სადღაც მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ უმრავლესობა ჩვენ ყველა სახელი ვიტყვი იმას ვაკეთებთ იმიტომ ვართ იქ რომ რაღაცით თუნდაც ფინანსურად მატერიალურად თუ ან განათლების ხრი დავეხმაროთ მე ქვეყანას და ყველა დაბრუნდეს და თავის რაღაც წული შეიტანოს რა ხო. ხო. ანუ მაინც აქ მომავალი აქ წარმოგიდგენია. კაი გამიხარდა. აი გავცი. ან ემიგრანტების უმრავლესობასაც მე ვისაც ვიცნობ და ანუ გარშემო რა სიტუაციაც არის ყველას უნდა რომ დაბრუნდეს. ესე საუბრობთ ხოლმე იქ ასე შოუ საღამოს შევიგროვით და ეს რაღაც თემებზე მიდის ხოლმე საუბარი და ალბათ ხო ეგ არის რომ 99-99%-ს ეს გეგმები აქვს სამომავლო რომ თავის ქვეყანაში უკეთესად იცხოვროს, უკეთეს პირობებშიც და არა მარტო თვითონ, არამედ გარშემო მეგობრებმაც, ოჯახმაც და ასე შემდეგ რა. ხო. ყველას აქვს რაღაცა პოზიტიური forecast. ხო. და ძალიან რთულ გზას გადიან ემიგრანტები და მაგაზე სულ მინდა თქვა ხოლმე რომ ანუ აქედან ერთი შეხედვით ძალიან მარტივად ჩანს რა თუნდაც ფულის შოვნაც და იქ ცხოვრებაც, მაგრამ რეალურად ან ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე უწევთ ყოფნა და ურთულესი გზას გადიან რა, იმის და ეს გზა არის მსხვერპლს იღებენ თავის თავს იმ კუთხით, რომ აქ თავიანთ ოჯახებს უკეთეს პირობები მიცემთ ცხოვრების და აი სულ ვიძახი რომ ანუ ეგ უნდა დაფასდეს რაღაცნაირად ანუ საზოგადოებაშიც ანუ ამაზე რაღაცნაირად ხალხს უნდა კონდეს ის რომ ანუ ეს არ არის მარტივი და ესე რომ შეხედავ და იტყვიან რომ იმას რა ენახოლება ესე ხო ამბობენ ხოლმე ხო არა ძალიან თუ გზას გადიან და საქმეობის ოფაზე არის ხო რა საკუთარი კომფორტის და საკუთარი ცხოვრების მსხვერპლის ფასად თავის ოჯახებს უკეთეს პირობებს უქმნიან და აი მართლა გმირები არიან ან მაგ კუთხით რომ საკუთარ ეკონომიკად გას მაგაზე იქ და გარდა მაგისა ქვეყნის ემიგრანტებზე ხო იმიტომ რომ იქ ვინც რაღაც თანხას გამოიმუშავებს ძირითადად აქ გზავნის და აქ აინვესტირებს იმ თანხას და ეგ ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდი წილია უკვე რა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მგონია რომ უფრო მეტი რაღაც დაფასება ჭირდება მაგ ხალხს და გამხნევებაც გამხნევებას ხო თითო ერთი-ორი სიტყვა კარგი რო თქვა და მნიშვნელოვანი იქნება იმათთვის ხო იმედია რა რაც მეტი მოახერხებს მე იმას რომ მიაღწევს იქ რაც უნდა დაბრუნდეს რა ყველასთვის მაგარი იქნება და თქვენს ვისურვებთ რომ და ვისურვებდი რომ ჩვენ მალე დაბრუნდეთ და მალე მოგინდეთ დაბრუნება ბოლო შეკითხვა ტრადიციული ცხოვრების აზრი რა არის ეგ რთული კითხვა meaning of life რა კითხვა არ ვიცი ალბათ უფრო მე როგორც უყურებ რა ვიცხოვრებას ის არის რომ აი სამყაროს აღმოჩენა რა როგორც აი შინაგანი სამყაროსი ისე გარეგანი სამყაროსიც რა ეხლა ჩვენ როცა ვიბადებით ბავშვობიდან სულ ეგ ეტაპი არის ეგ პროცესია რომ სამყაროს აღმოჩენას ვიწყებთ და ალბათ ეგ პროცესი სულ გაგრძელდება თელი ცხოვრება და ეგ არის ალბათ ის აზრი ცხოვრების რაც ამ ჩვენ მეტი მას გვაძლევს რა მოქმედების საშუალებას და ხო გონია რომ სამყაროს აღმოჩენა არის შინაგანიც და გარეგანიც თავარი აზრი ცხოვრების რა შემიძლია დაგეთახო რა თქმა უნდა და ეხლა თუ დაამატებ რა და დაამატებ ხო ანუ ჩემი მხრიდან მეც ვფიქრობ რომ ანუ
თუნდაც საქართველოში ცხოვრების დროსაც და ნებისმიერ ქვეყანაში ემიგრაციის დროსაც ვცდილობ მე პირადად რომ ნებისმიერ ადგილას რაც შევეხები და რასაც შევეხები, ანუ ვისაც შევეხები, იმაზე უკეთეს მდგომარეობაში დავტოვ ვიდრე ეს ადამიანი თუ ადგილი იყო იქამდე და ფიქრობ რომ შენი გარშემო სამყაროს გაუმჯობესება, რაღაცის წulis შეტანა, რაღაცით წინ წაწევა, პატარა-პატარა ნაბიჯებიც შენთვის შეიძლება იმ დროს უმნიშვნელო, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან დიდად მნიშვნელოვანი. ვიტყოდი ცხოვრების აზრი არის, რომ სადაც გაივლი უკეთესი დატოვო ყველაფერი უკან. კი ბატონო. ძალიან ისეთი ემოციური საუბარი იყო. არ არის ადვილი ისაც თქვენ აკეთებთ. სადაც ქართული ემიგრანტები აკეთებენ და წარმატებები. მაგათ რასაც გაქვთ ჩათვლილი და ჩაფიქრებული რა გინდათ რომ გამოვიდეს და მალე დაგვიბრუნდით. მადლობა რომ აქ იყავით. ჩვენ მხარდამჭერები იყვნენ სოკარი და სელფი. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. ამერიკიდანაც თუ გამოიწერთ კარგი იქნება და მადლობა კიდევ ერთხელ და მადლობა შენ ჯაფარ წარმატებები. მადლობა და მიხარია რომ აქ ვიყავი. მადლობა.